შენ გეუბნებიან რომ უნდა შეეглოს იღარიბეს. გარწმუნებენ რომ აქ არაფრის იმედი აღარ უნდა გქონდეს. უნდათ დაგაჯერონ რომ ეს ქვეყანა არა შენი, არამედ მათი საკუთრებაა. ცდილობენ გაფიქრებინონ რომ უკეთესი დღე შეუძლებელია გათენდეს. ისინი ოცნებობენ რომ შენ სასოწარკვეთილი გაიქცევი საკუთარი ქვეყნიდან. მაგრამ ისინი გატყუებენ. აქ შენი სივრცეა და შენი ხმა ისმის. ჩვენ ვლაპარაკობთ ყველა შენს პრობლემაზე. და აქ შენ იპოვი რწმენას, რომ ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს. ეს სხვანანუკაა შენი მოკავშირე მთავარ არხზე. სხვანანუკა მთავარზე. ყოველ ოთხშაბათს საღამოს 10-ზე. და მაშასე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად. ამ კონტექსტში ლოგიკურია რომ გავიხსენოთ 1918 წლის პანდემია ესპანკა, როდესაც თქვენ ხედავთ ფოტოს, ეს არის ყველაზე ისეთი ფოტო, რომელიც მოვიძიეთ არქივში, რომელიც ამერიკული ჯარისკაცები პირბადებით. ეს იყო პანდემია, როდესაც შეეყარა მსოფლიოს 1/3-ს. თუმცა მაშინ სხვა დრო იყო, მაშინ არ იყო ცივილიზებული სამყარო, მაშინ არ იყო აცრები და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ დღეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ასევე ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მე ვფიქრობ, რომ ზარალი მსოფლიოს არ მიადგება ისეთი დიდი, როგორც მაშინ და იმდენ ტრაგედიას არ მოვისმენთ და გავიგებთ, როგორც მაშინ იყო ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ უკვე დადასტურდა რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ეს სცენი დაამარცხეს. აქვე უნდა აღინიშნოს, ჩინეთზე ვისაუბრებთ ჩვენ ამ კონტექსტში და აქვე ჩინეთზე უნდა ვისაუბროთ, უნდა დავიწყოთ ასევე ძალიან მაგარი ამბით, რომ ჩინეთმა საქართველოს $420,000 ღირებულების ტესტი აჩუქა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ მხარეს მიეცემა დამატებით იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს აღმოუჩინოს დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ თავშივე ჩატარდეს კვლევა, თუმცა ამის კრიზისი აქამდე ქვეყანაში არ შექმნილა, მაგრამ დამატებითი რესურსი დამერწმუნეთ, რომ ძალიან კარგია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩინეთის სახელმწიფო ჩვენგან, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სახელმწიფო ხელისუფლება მათ მადლობა უთხრა, ჩვენგანაც მადლობას იმსახურებს. გარდიანმა კი მსოფლიოს აუწყა, რომ ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი კარგად მოქმედებს მძიმე პაციენტებზე. გავლენიანი გამოცემა იმასაც ამბობს, რომ ექსპერიმენტს კიდევ დიდი დრო სჭირდება. თუმცა პოზიტიური სიგნალები უკვე არის. მოკლედ, ვიწყებთ კორონავირუსით და იზოლირებული იტალიით, სადაც 10,000-ობით ქართველია ემიგრაციაში წასული. გავრცელდა ფოტოები და მართლა ვინც ამ ქვეყანაში ყოფილა და ვინც ამ ქვეყნის ციფერად და სიფჭყვიალე იცის, ალბათ არ ვიცი ახლა, როდესაც ამ ფოტოებს უყურებს, წარმოუდგენლად ძიმე სანახავია ეს ფოტოები. ეს არის ქვეყანა იტალია გამოცხადდა მთლიანად წითელ ზონად, ეს თქვენ უკვე იცით, რაც ნიშნავს იმას, რომ 16 მილიონი ადამიანი თვით იზოლაციაშია. რა ხდება ჩემი აზრით სამყაროს ყველაზე ლამაზ და გამორჩეულ ქვეყანაში, რომელიც მთლიანად მუზეუმია. გვეტყვის ანა ენუქიძე. ანა, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგად არამიშავს, თქვენ როგორ ხართ? რომელ ქალაქში იმყოფებით თქვენ? მე ვიმყოფები მილანთან 60 კილომეტრის დაშორებით ქალაქ მალეოში, ანუ კოდონიოდან 3 კილომეტრის დაშორებით, საიდანაც დაიწყო ეს ვირუსი. ანუ პირველი პაციენტი სადაც იყო. თუ არის უკვე ცნობილი პირველ პაციენტს პირველმა პაციენტმა საიდან მოიტანა ეს ვირუსი იტალიაში? ესე იგი, პირველ პაციენტზე ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის ვარაუდები, უბრალოდ იყო ვარაუდები და თქვეს, რომ მისმა მეუღლემ გაიხსენა, რომ მეგობარს შეხვდა, რომელიც იყო ჩინეთიდან დაბრუნებული, მაგრამ ამ მეგობარს თავიდანვე გაუკეთეს ეს ტესტი და არ აღმოაჩნდა ვირუსი. იგივე გაუმეორეს ტესტირება და არანაირად არ აღმოაჩნდა. ანუ გამოდის, რომ ვერ გაარკვიეს. ეხლა დღეს ნახე საიტებზე და ვითომ აქვს ეჭვი, რომ შემოვიდა გერმანიიდან. ანა, ჩვენ ხედავთ ცარიელი იტალიის კადრებს. შენ მაგ ქვეყანაში ხარ, მოგვიყევი რა ხდება იტალიაში? მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი აქედან შორს ჩემგან მოშორებით რა ხდება. მე 22 თებერვლიდან კარანტინში ვარ. 22 თებერვლიდან წითელ ზონაში ის პირველი 11 ქალაქი, რომელიც დასახელდა იმ ქალაქში მდებარე. კარანტინი გულისხმობს რას? ამიღწევ. კარანტინი გულისხმობს ქალაქის დატოვება არ შეგვეძლო, სახლის დატოვება არ შეგვეძლო. თუ აუცილებელი არ იყო, მაგალითად, სასურსათო მაღაზიაში წასვლა შეგვეძლო და აფთიაქში დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი დაკეტილი იყო. თუმცა სასურსათო
შემოსასვლელს და გასასვლელს აკონტროლებდა როგორც პოლიცია, ასევე სამხედრო. ქალაქის გასასვლელს და შემოსასვლელს რომ არ დატოვოთ, როგორც მივხვდი. კი ბატონო, რომ არ დაგვეტოვებინა. საკვების საკითხად საბედნიეროდ ჩვენთან არავის არ აღმოაჩნდა ჩვენ დასახლებაში კორონავირუსი. საკვებს რაც შეეხება, პირველი დღე იყო ძალიან ქაოსური და მასალე სახლები დააცარიელეს, მაგრამ პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა. საკვები ჩვეულებრივად არის, აფიაქი ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ერთადერთი 5 ადამიანზე მეტს არ უშვებენ სასურსათო მაღაზიაში, დღესაც ვიყავი გასული. ამის გამო შეიძლება რიგი იყოს, თუმცა სურსათი ნამდვილად არის. 5 ადამიანი ქმნის რიგს? თვითონ სუპერმერკატში, სასურსათო მაღაზიაში იმიტომ შეხება და კონტაქტი რო არ იყოს მესმის ხარ თუ არა ლიმიტირებულები დროში მაგალითად როდესაც სასურსათო მაღაზიებში შედიხართ გაქვთ თუ არა რამე კონკრეტული დრო რომელ დროშიც უნდა ჩაეჭი არა ნამდვილად არ გვაქვს თავისუფლად როცა შევდივარ თავისუფლად ვირჩევდი რაც გვინდა და ამ დროში არ ვარ შეზღუდული რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მაგალითად პაციენტს სიცხე ეწყება პაციენტს კი არა უბრალოდ მოქალაქეს სიცხე ეწყება იმ შემთხვევაში თუ რაიმე რაღაცა ნიშნები აქვს ესე ვთქვათ მოდი ვირუსის ამ შემთხვევაში ხველება აუცილებლად კი ბატონო აუცილებლად სახლში უნდა დარჩეს და დარეკოს იმ ცხელი ხაზის ნომრებზე რომლებიც გამოაცხადა სახელმწიფო და ამის შემდეგ რა ხდება როდესაც რეკავთ ცხელ ხაზზე ამის შემდეგ ხდება აუხსნით მდგომარეობას რა მდგომარეობა გაქვს ვის შეხვდით ანუ საეჭვო მესმის ხარ თუ არა მაღალი რისკის წარმოადგენთ თუ არა მაღალ რისკს ხო კი, ნამდვილად და გადაწყვიტავენ, ანუ თვითონ მოდიან სახლში, აგიღებენ ტამპონს, როგორც აქ ეძახიან და დაგტოვებენ სახლში. ანუ თუ სუნთქვის გაძნელება არის და სასწრაფოდ გადასაყვანია პაციენტი, რა თქმა უნდა, გადაყავს საავადმყოფოში. თუ არ და სახლში იზოლირებული უნდა იყოს. ადგილობრივი პრესა, მედია აკეთებს თუ არა გარკვეულ პროგნოზებს, რამდენი ხანი იქნება იტალია ესეთი ცარიელი და რაღაც არსებობს თუ არა პოზიტიური სიგნალები უკვე გესმით თუ არა იგივე, არ ვიცი, ალბათ 24 საათი დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზიები მაუწყებლობენ ამ თემაზე. რას გეუბნებათ იტალიელი ჟურნალისტები, რას გესაუბრებენ ხელისუფლება, რას გეუბნებათ? როგორია? დიახ. რაც მთავარი არის, ყველას მოუწოდებენ და მეც მოუწოდებ, რომ დარჩნენ სახლში, არ არის აუცილებელი, მაინდა-მაინც გარეთ გავიდეთ, ხალხმრავალ ადგილებში შევიყაროთ, ანუ მოუფრთხილდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს ვირუსი ვრცელდება სწრაფად. შეიძლება სიტყვაზე ვიძახი, ვიყო მე მატარებელი, მაგრამ მე არ ვიცოდი და ამ დროს სხვას გადავდო. ამ შემთხვევაში აუცილებელია მიყვნენ იმ წესებს, რა წესებიც არის. სხვა შემთხვევაში პროგნოზს ვერ აკეთებენ, ანუ ანა უნდა დიახ ანა ძალიან დიდი მადლობა მე ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ ყველაზე მთავარი ახლა ეს არის და ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვაწოდეთ ესეთი ამომწურავ ინფორმაცია ჩვენ გველოდება მაია კუხალაშვილი ასევე გვაქვს საშუალება რომ მაიას ვესაუბროთ თუ მაია არის ასევე ეპიცენტრში ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ მანტოვაში ცხოვრობს ის უკვე 1 წელია და 8 თვეა და ასევე ისიც ითვალისწინებს იმ მთავარ გაიდლაინს რასაც იტალიის ხელისუფლება ეუბნება მას მთავარ რჩევებს პრინციპში ეს არის რომ ყველა ეხა ვინც იტალიაში უნდა დარჩენ სახლში ეს არის თვითიზოლაცია პრინციპში ისინი ფიქრობენ კარანტინიო მითხრეს და ესე იგი კარანტინში ასე უწოდებენ თავად იტალიაში მცხოვრები ადამიანები ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულ სტატისტიკაზე რამდენი 10,000-ობით ადამიანი ცხოვრობს მოკლედ იტალიაში საქართველოს და ემიგრაციაში წასული ჩვენი საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ერთ-ერთია მაია კუხალაშვილი, მაია არის უკვე ეთერში. მაია, მოგესალმებით. მე მესმის ხმა, მაგრამ ეხლა ტექნიკურად მოხდება იმის უზრუნველყოფა, რომ მაია დაინახოს ჩემმა მაყურებელმაც. მაია, მოგესალმებით. მოგესალმებით ნანუკა. როგორ ხართ? მადლობთ.
ეხა ეს კითხვა ეს აღარ არის სიმბოლური შეკითხვა, ადრე რაღაცნაირ სიმბოლურად ვეკითხებოდით, როგორ ხარ, რაბი, შენ პასუხობდი და ეხა როგორ ხართ ითვალისწინებს იმას, რომ უნდა გვიპასუხოთ ამომწურავად, როგორ ხართ? სამწუხაროდ იტალია მოგეხსენებათ დიპლომატია ნამუკა. რაც იმას ითვალისწინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებული თუ საფრთხისა თუ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, პრევენციის ზომების მიუხედავად, ყველგან თანაბრად ვრცელდება ეს ზომები. ანუ იტალია ზოგადად რეგიონების მასშტაბურობისგან ყველგან თანაბრად ვრცელდება ეს საშიშროება. მე მინდა ვსაუბროთ არსებული სიტუაციის და არა სტატისტიკურ მიზნებებზე რა თქმა უნდა. მანტოვაში ეს არის ის ჩრდილოეთი ნაწილი. ლომბარდიის რეგიონია, თვალნათელი რო იყოს, უფრო ახლომდებარე ქალაქია ვერონა. სიტუაცია ზოგადად სტაბილურია. რაც იმას ნიშნავს, ქალბატონო ნანუკა, რომ მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ გამოაცხადა თქვენ იცით, რომ წითელ ზონაში სიტუაცია იმას ნიშნავს, რომ შეზღუდულია გადაადგილება, შეზღუდულია, დახურულია ყველა სასწავლო დაწესებულებები. მაგრამ ჩვეული რიტმით მომუშაობს აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, მარკეტები, აფთიაქები, საავადმყოფოები. მუშაობთ ჩვენ სტაბილურად. უნდა დავიცვათ პრევენციის ზომები, ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ საფრთხე. დიახ. რა არის ის აუცილებელი ზომები, რასაც მაგალითად თავი გაიდლაინი, რასაც იტალიის ხელისუფლება გეუბნებათ, რომ ეს აუცილებლად სახლიდან არ უნდა გახვიდეთ, როგორც მე გავიგე. არ უნდა გავიდეთ, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება მკაცრად კონტროლირებადია. ხედავთ, რომ სახელმწიფოში შემოსვლა სახელმწიფოდან გასულად უკვე ძალიან გართულდა, მაგრამ საშიშროება იმაშია, რომ თვითონ ვირუსზე მეტად ადგილობრივებიც და სამწუხაროდ ემიგრანტები ჩვენ თვითონ ვამძიმებთ სიტუაციას. რას გულისხმობთ? დიახ, მოარული ხმებით, პანიკის საფუძველზე უკვე ვაშინებთ ერთმანეთს, საფრთხეს უქმნით ერთმანეთს. არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ საგანგებო ვითარება აუცილებლად დავტოვოთ სახელმწიფო და გადავიდეთ ჩვენ საქმეში. არა, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. ყველას მოუწოდებ ამისკენ, რომ დავაიმედოთ ერთმანეთი, ვანუგეშოთ ერთმანეთი, იმიტომ რომ წასვლით საფრთხეს შევუქმნით, არა მარტო ჩვენს თავს, საფრთხეს შევუქმნით ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს სამშობლოს. აქვე მე მინდა რომ მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ იტალიაში არიან, არამედ სხვა ქვეყანაში არიან, სოფლიო გაიდლაინია, რომ ზოგადად თუ ახლა გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, არ ვიმოგზაუროთ და უარი ვთქვათ ნებისმიერ ჩვენს მიერ დაგეგმილ მოგზაურობაზე. მე მესმის რომ ეს რთულია. მე მესმის რომ ადამიანები წლიდან წლამდე შრომობენ იმისათვის რომ მოაგროვონ ეს თანხა. ზოგს ბილეთი აქვს ნაყიდი, ზოგს მოგზაურობა გადახდილი, რის თანხებსაც უკან ვერ იბურნებენ, მაგრამ თავარი რისკის ზონა ეხა გადის თვითმფრინავზე, ეხა გადის მოგზაურობაზე და ამიტომ თავარი რჩევა რაც არის, ზოგადად სამყაროს არ აქვს მნიშვნელობა ვინსად არის, ურჩევენ რომ არ იმოგზაურონ და მოგზაურობაზე უარი თქვან. ქალბატონმა აუცილებლად უნდა კითხონ, ხო გკითხოთ, ხომ არ ფიქრობთ რომ იტალიამ რეაგირება დააგვიანა? აი, ქალბატონო ნამუკა, რა მინდა გითხრათ, რეაგირება არ არის დაგვიანებული, უბრალოდ გაამკაცრა ზომები. ხომ მოგიგებთ რომ ეს არის გვიანი, როდესაც ესე გაამკაცრა ზომები, იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემები ფასუსვამ იმას ჩვენ თვითონ ვაბინძურებთ, ვამძიმებთ სიტუაციას მოარული ხმებით. აი გეუბნებით 50,000-ია დაახლოებით მაცხოვრებელი ქალაქ მანტოვაში, ხო? არც ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა კორონასი. მაგრამ სეზონური გრიპები, რომელიც სეზონს თანახლავს, ამის გარანტიას ვერც ვერავინ ვერ მოგცემს, რომ არავინ ამით არ დაინფიცირდება, ეს არის უბრალოდ რომ ვიღებთ პრევენციის ზომებს. თუნდაც ვრჩების სახლში, ეს არის სლოგანი პრემიერის. დიახ. იმას რომ არ სახელმწიფოში, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება. თვითონ ოჯახშიც კი, სადაც ჩვენ მუშაობთ, თავი შევიკავოთ ურთიერთობებისგან. ოჯახში იყავთ თავს ურთიერთობებისგან. თქვენ წარმოიდგინეთ, ესენი თვითონ იტალიელები ძალიან ემოციურები არიან. ყველაფერს საფრთხეს ყველანაირ სიტუაციას ემოციურად იმდენად განიცდიან, რომ ჯერ ხო ისედაც კანონმორჩილები არიან და დამატებული ამას ახლა დღევანდელი ვითარება. ცოტა საკამათოა ეს თემა. მე ვფიქრობ, რომ ტემპერამენტით ჩვენ და იტალიელები ძალიან ვგევართ ერთმანეთს და მე ვფიქრობ, რომ როგორც იტალიელებმა თავიდან ძალიან არასერიოზულად შეხედეს ამ თემას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენც ქართველებმა ძალიან არასერიოზულად შევხედეთ, ბევრი ვიხუმრეთ და ამ ხუმრობაში მსოფლიო პანდემია მივიღეთ. ქალბატონო მაია, ხომ როგორ ყიდულობთ საკვებს? თქვენც ალბათ იგივენაირად, ხო რაღაცა შეზღუდული? არ შეზღუდვები, ანუ
პირბადები იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ზომები პრევენციისა, ხო? დანარჩენი ყველაფერი სხვა ჩვეული რიტმით მიმდინარეობს. არანაირი შეზღუდვა პროდუქტებზე, არანაირი მაღაზიაში კი არის შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ქალაქებში, რომ არის რაღაც დისტანციის მანძილები. მსგავსი მე ვამბობ, როგორც თვითმხილველი არსებული სიტუაციისა. ქალაქ მანტოვაში, სადაც მე ვიმყოფები, მსგავსი სიტუაცია არ არის. სტაბილურად მივედინებით წინ. ქალბატონმა მე გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ ქვეყანაში მალე დაბრუნებას, თუ გაქვთ ასეთი სურვილი, არ ვიცი, შეიძლება მანდ უკეთესად ხართ. რა თქმა უნდა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიმართო ჩემსთან მამულებს, აქ მყოფთაც, საქართველოში ვინც ჩვენ გველოდება. ისედაც მძიმეა ჩვენი ხვედრი. ამიტომ გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, ნუ დავამძიმეთ სიტუაციას ხელოვნურად. მიუხედავად იმისა, რომ არის საფრთხის რაღაც ნაწილები, რომელიც არა იმიტომ, რომ გარანტირებულად უნდა გავიდეთ სახელმწიფოდან და აუცილებლად გარდაუვალია საფრთხე. პირიქით, შევინარჩუნოთ ეს ზომები, გავახსნელოთ ერთმანეთი, ვანუგეშოთ და სულ მალე დიდი იმედი და დიდი რწმენით ჩემი სურვილი და არა მარტო ჩემი, ყველა აქ მყოფი სურვილი არა, სული სიმართლით, ჯანის სიმართლით ისეთივე დაუბრუნდეთ სამშობლოს, როგორიც გამოგვიშვა სამშობლომ ჩვენ აქ. ქალბატონმა უღრმესი მადლობა, მე გისურვებთ თქვენ სამშობლოში დაბრუნებას, მე მივესალმები კი არა და მოვიკითხავ ყველა იმ მიგრანტს, რომელიც ცხოვრობს არ აქვს მნიშვნელობა, ნუ იტალიას განსაკუთრებით და ესპანეთის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აქ სხვა კრიზისებია, სხვა ტიპის კრიზისებია და მე წარმომიდგენი ადამიანები, რომლებიც ლუკმაპურის საშოვნელად არიან სხვა ქვეყანაში გადახვეწილები და ეხა ამ ისეთი საფრთხის წინაშე რომ დგანან, ხო არის, როდესაც გაჭირვება აქედან გაექცევით და გაჭირვება დაგეწევა სადღაც სხვა ქვეყანაში, სადაც არ ვიცი, გადასარჩენად ხარ წასული, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. 10,000-ობით ქართველი ცხოვრობს ესპანეთშიც და იტალიაშიც და ახლა რადგან უბრალოდ იტალია გამოცხადა წითელ ზონად, ჩვენ შევეცადეთ რომ უფრო მეტი ყურადღება ჩვენი კონცენტრაცია ყურადღების ყოფილიყო იტალიისკენ. ემიგრანტებმა იციან რომ მე ისინი ძალიან მიყვარს. რაც შეეხება იტალიას, მე ვფიქრობ რომ სამყარო არ იქნება თუ ეს ქვეყანა არ იქნება ისეთი როგორც იყო და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ქვეყანა თავისი ბრჭყვიალეს დაიბრუნებს. და ეხლა უნდა წავიდეთ ჩინეთში. ეს არის ადგილი, საიდანაც ყველამ ვიცით რომ ვირუსი გავრცელდა, თუმცა დღეს ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა. ადამიანები სამუშაოს უბრუნდებიან, იზოლაციების წრე პატარავდება. უჰანში დღეს ბოლო მე-16 დროებითი ჰოსპიტალი საზეიმო დაიხურა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ეს 16-ვე ჰოსპიტალი გაიხსნა საგანგებოდ ერთ დღეში. მართლა სასწაული ქვეყანაა. ერთ დღეში ბუკვალურად არ გულისხმობ, ალბათ ხვდებით, ანუ ძალიან მოკლე დროში, ერთ კვირაში აშენდა ეს საავადმყოფოები, იმიტომ რომ ქვეყანაში ამის აუცილებლობა გახდა და დღეს აღარც ერთი საავადმყოფო ჩინეთს არ ჭირდება, იქ იმდენად დარეგულირდა სიტუაცია და რა ხდება ამ ქვეყანაში. მოგუყვება ლიკა ლობჟანიძე. ლიკა, მოგესალმებით. ლიკა, გესმით ჩემი? აღვადგენ ჩვენ ახლა კავშირს და შესაბამისად შესაძლებლობა გვექნება რომ ლიკას ხმა გავიგონოთ. მე კიდევ ერთხელ შეგასწრებთ უბრალოდ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ ჩინეთმა წარმოუდგენელი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ქვეყანაში, ქვეყანას, მას შესაძლოა $420,000 ღირებულების სპეციალური ტესტები მოგვცა. ეს ტესტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ უტარდებათ ადამიანებს სპეციალური შემოწმება, მოგეხსენებათ გუშინი იტალიიდან ჩამოიყვანეს ქართველები და აქვე ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოს, რომ საქართველოს მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ამ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ, რომლებიც სპიკერები არიან, რომლებიც საზოგადოებასთან თანამშრომლობენ ამ თემის მიმართულებით, ჩემი პატივისცემა საჯარო უნდა დაუდასტურო მათ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ჯერჯერობით კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ხელში უჭირავთ ნამდვილად და ხვალ ასევე დაგვიანოს ეს, რომ შეიძლება პირველი ინფორმაცია გავიგოთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობს ადამიანი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯამრთელდა, თუმცა ჯერ ეს არ ვიცით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან მაგარ ამბავს ხვალ გავიგებთ. ლიკა არის პირდაპირ ეთერში, ლიკა, მოგესალმები. გამარჯობა, გესმით ჩემი ხმა? კი, როგორ ხარ? მადლობა, კარგად, თქვენ ხართ. ძალიან დიდი მადლობა. 8 თვე ჩინეთში ხარ, ხო? ძალიან ცუდი კავშირია. შევეცდებით რომ კიდე დაუკავშირდეთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ჩინეთს ცალკე თავისი სოციმედიის პოლიცია ყავს, ეს ნიშნავს იმას რომ ეს ძალიან დახურული სივრცეა, შესაბამისად ინტერნეტთან კომუნიკაცია მათ ძალიან უჭირთ. ამიტომ აღდგა კავშირი მითხეს და კიდე ერთხელ ვცადოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები აქვს ლიკას ჩვენთვის საქმელი. ლიკა, როგორ ხარ? მადლობა, კარგად, გესმით ხო ჩემი? კი, 8 თვეა ხარ, მე მინდა რომ უცებ მოვასწრო, რომ კავშირი არ შეწყდეს. 8 თვეა მაგ ქვეყანაში ხარ, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს ორომტრიალი, მთელი ეს დაძაბულობა, მთელი ეს კრიზისები გაიარე მაგ ქვეყანაში. მომიყევი, რა ხდება ახლა?
მონაცემები არის ჩინეთში, ბოლოს 16 დაინფიცირებული ადამიანი 24 საათის განმავლობაში, რაც საკმაოდ კარგი ციფრია, თუ გადავავლოთ წინა მონაცემებს თვალს. გადაიწყო ხალხმა უკვე გარეთ გასვლა, აღდგა გარკვეული სამსახურები, თუმცა სახელმწიფო მაინც არ აკეთებს ჯერ ისეთ დამაიმედებელ სამწუხაროდ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ეს პირდაპირ ეთერი, თუმცა მე რაც ვიცი, ჩემი ინფორმაციით უნდა გითხრათ, რომ ჩინეთმა აბსოლუტურად შემოაბრუნა უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ამ ქვეყანაში იყო და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მთავარი ამბავი ამის დასტური ის არის, რომ ყველა გადაუდებლად აუცილებელი საავადმყოფოები, რომელიც გაიხსნა, ყველა დაიხურა. კორონავირუსს და ცნობილი ადამიანები, კორონავირუსთან ბრძოლისთვის ცნობილმა ადამიანებმა თანხები ვაქცინაზე მომუშავა ლაბორატორიებს ჩაურიცხეს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა $100,000 საკუთარი ხელფასიდან გაიღო. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ $20 მილიონი გადაიხადა ამ ფონდში. ლეიდი გაგამ $500,000 ვაქცინის ძიების პროგრამისთვის გადარიცხა. ბილ და მეილდა გეიტსების წარმომადგენელმა ოჯახებმა $100 მილიონი გადარიცხეს. ამაზონის დამფუძნებელი $110 მილიონ რიცხავს ასევე და ჩინელმა ბიზნეს მაგნატმა $1,200,000 გადაურიცხა ვირუსთან ბრძოლის ლაბორატორიას. რაღაცა არასწორად იყო და მე მგონი არასწორად, მაგრამ არა უშავს, თავარია რომ ციფრებია სწორი და ძალიან მასშტაბური ციფრებია, რომელიც თლიანად მოხმარდება ახლა უკვე ვაქცინის მუშაობას, ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური ამბები უკვე გითხარით. კორონავირუსის თემას გავაგრძელებთ ძალიან მალე. მაშინ როცა სტუმრად გვეყოლება ყველაზე ცნობილი ვიდეო გმირი. Just a moment. ვერ არის არა, ძალიან კარგად არის შაჰაბ ქარიმი. ემზადება თქვენთან შესახვედრად, ახლა თქვენ ხედავთ ის ჩვენთან სტუდიაშია. თუმცა ესე იგი მოემზადა ძალიან და მთელი დღე გაიარა და არა მხოლოდ მთელი დღე გაიარა. თან ეს როგორც თვითონ ძალიან ცდილობს როგორც ჩანს. რამდენიმე წუთში ჩვენი სტუმარი იქნება ის და მოგვიყვება იმ ამბავს, რომელიც გაიარა რესპუბლიკური საავადმყოფოდან აბას თუმნის ჩათვლით, თუმცა მანამდე მოგვიყვებით მარიამზე. გოგოზე, რომელიც გადაარჩინეთ თქვენ, ჩვენმა მაყურებლებმა. და ბუნებრივად ჩვენ უნდა ჩაგაბაროთ თქვენ ანგარიში. იმიტომ რომ ეს არის თქვენი თანხა, რომელიც მთლიანად მობილიზებულია მარიამის გადასარჩენად. წარმოუდგენელია, უპრეცედენტოა იმ თანხის რაოდენობა, რომელიც შემოვიდა მარიამის გადასარჩენად თქვენგან და წარმოუდგენელია თქვენი, არ ვიცი, მართლა ეს როლი მის გადარჩენაში არის მთავარი. $64,452 და დოლარს ვამბობ, იმიტომ რომ კურსი იყო ძალიან კარგი და ჩვენ მაშინვე ვაკონვერტირებდით ამ თანხას, იმიტომ რომ მარიამს სწორედ დოლარი ესეჭიროება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაფრენის თარიღი ოდნავ გადაიწევს, თუმცა უკვე იციან, რომელ ქვეყანასთან მიდის მოლაპარაკებები და ეს ბელორუსია. გასავლელია რუტინული დეტალები, მაგრამ მთავარია რომ თქვენ ადამიანებმა შეძერით მარიამის გადარჩენა და ეს იყო უპრეცედენტო ამბავი, იმიტომ რომ ეს იყო ყოველგვარი მეგა შოუების, გალა კონცერტების გარეშე სტუდიაში მყოფმა სიფრიქფანა გოგომ მოახერხა თქვენი გაერთიანება. ამიტომ მილიარდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც $1 მაინც გადმორიცხეთ მარიამის ანგარიშზე. და ახლა რაც შეეხება შემდეგ თემას. კორონა არ არის ერთადერთი შემაშფოთებელი თემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. ქალების სერიული მკვლელობა ქვეყნის სამარკო ნიშანი გახდა. დღეს სხვა გადაცემაა. დღეს ამ სტუდიაში არა ძალადობის მსხვერპლი ქალი, არამედ მკვლელობაში ბრალდებულის დედა იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მედალიონს მეორე მხარე შემოგთავაზებთ და ეს თავისთავად უპრეცედენტოა. რამდენიმე დღის წინ 27 წლის ბიჭმა ხაშურის ცენტრალურ გზის სავალ ნაწილზე საკუთარი ცოლი სასიკვდილო დაჭრა. ამბავს უამრავი თვითმყინველი ყავს. 23 წლის გოგო ამ წუთებში ციკლს ებრძვის და ახლა სტუდიაში შემოვა არა მსხვერპლი ქალი, რომელიც ამ სტუდიაში თქვენ ბევრჯერ გინახავთ. არა ის ქალი, რომელსაც მათ შორის ძალადობა დაუმარცხებია და გაუმარჯვებია ძალადობაზე. არამედ მედალიონის მეორე მხრიდან შევხედავ ჩვენ ამბავს და შემოვა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბიჭის დედა მარინა ლომსაძე. უღრმესი მადლობა ქალბატონ მარინა მობრძანებისთვის. ახლა ხელის ჩამოსვლაც აღარ არის აქტუალური, ამიტომ შორიდან მოგესალმებით დაბრძანდით. ძალიან დიდი მადლობა.
უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ მე ზუსტად ხვდები თქვენი მხრიდან როგორი რისკია, თქვენი მხრიდან როგორ რთულია ახლა სტუდიაში ჯდომა, მაშინ როდესაც შვილს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ, ძალიან ძნელია სტუდიაში დაჯდე და ძალიან ბევრ მაყურებელს მოუყვე, რატომ გადაწყვიტა შვილმა მისი ყოფილი ცოლის მოკლა. კი. მე გისმენთ თქვენ. თავიდან როდესაც წავიდა ძალის სახლიდან, არ იყო ბიჭი სახლში. რას ნიშნავს წავიდა სახლიდან? დატოვა 2 შვილი, მცირეწლოვანი შვილი. რამდენი წელი ცხოვრობდა ეს გოგო თქვენთან? მოდი ცოტა 4 წელი იყო ჩვენთან, 4 წელი ცხოვრობდა ჩვენ ოჯახში. 18 წლისა იყო ბიჭმა, როდესაც მოიყვანა. თქვენი შვილი რამდენი წლის იყო? ჩემი შვილი იყო 22 წლის. 4 წელი ცხოვრობდნენ ერთად? კი. 4 წლის განმავლობაში იყო ძალადობა? ძალადობა არ ქონიათ. კონფლიქტი არ ქონიათ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ 4 წლის განმავლობაში ეს იყო ოჯახი, სადაც პრობლემა არ არსებობდა. ახლა ისე რომ ცემა ქონოდა და ის არ ქონია. ქონდა აი ბავშვზე პრობოდა დედა ცუდად. ცემდა ტელეფონის სატენი შნურით. 2 წლინახევრის იყო უფროსი გოგო, რომ პირველად ცემა ტელეფონის შნურით. სატენის შნურით. ამაზე მისცა შენიშვნა, რომ არ შეიძლება. აი როგორ მისცა ეს შენიშვნა? რა უთხრა? არ ცემო, მეორედ არ დაგინახო, რომ ცემო და ეს ჩემი შვილია, მე რასაც მინდა იმას უზავო, ასე თქვა. ხო და წავიდა მე სახლიდან იყო წასული. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენი რძალი სახლიდან წავიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ტელეფონის შნურით შემასცემა შვილი და თქვენმა მეუღლემ უთხრა, ეს აღარ გაბედო და თქვენი რძალი წავიდა სწორად გავიგე? კი, წავიდა, მაგრამ იმას მაშინაც ყავდა, რომ თქვა, სხვა მამაკაცი ყავდა, საწოლშიც მიისწრო რომ ტელეფონზე ჩემმა შვილმა რომ მესიჯობდა, ამ ბიჭზე მესიჯებოდა, თავის დედაც სახლში იყო, მაშინ თავის დედაც იმ წუთში იქ იყო. დიახ. და ამაზეც უთანხმოება მოუვიდათ, რომ აი რა ტიპის უთანხმოება, აი რა მოხდა, აი რა ტიპის იყო ეს უთანხმოება? კამათი მოუვიდათ, ასე რომ ხელი დაერტყა, არ ყოფილა თავის დედაც იქ იყო, თავის დებიც იქ იყვნენ. მამამისაც დაუძახა. აბსოლუტურად სხვა ვერსიას ყვებიან. ისინი ყვებიან, რომ მათი ოჯახის წევრი არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და სწორედ იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო უკვე ამ ძალადობის ატანა. არა, არ ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ნამდვილად, თორემ ამას მილიციაშიც ხომ გააცხადებდა, მილიციაც გაადასტურებს, რომ ჩემი შვილი არ ყოფილა. რატომ მისცეს თქვენ შემაკავებელი ორდერი, რატომ გამოუწერეს თქვენ შვილს? არ ქონია ჩემში შემაკავებელი ორდერი. არა. მე არასწორად. მე ვიცი რომ არ ქონია ჩემში შემაკავებელი ორდერი. ჩვენ თითქოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შემაკავებელი ორდერი ჰქონდა. თუ მე არასწორი ინფორმაცია მაქვს. მე ვიცი რომ ჩემში არ ქონია შემაკავებელი ორდერი. შეიძლება არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. დიახ. და ამ 2 წლის ამ წლინახევრის წინ რო წავიდა. დიახ. დატოვა პატარა იყო 10 თვის. შვილი დატოვა 10 თვის, ბროხებით იყო. რამდენი შვილი ყავთ მათ? 2 ყავთ. დიახ. უფროსი არის ეხლა ამჟამად 5 წლის, 4 წლის იყო დედამ რო დატოვა. პატარა იყო 10 თვის. იმის შემდეგ მე ვზრდი. მილიციის ძალით მოვიდა თითქოს უნდოდა რომ წაიყვანა კი მილიციის ძალით სოციალური აგენტის იყო ჩართული, წაიყვანა ეს ბავშვი, მიიყვანა მშობლებთან მივიდა და მამამ რო უთხრა რომ რატომ წამოხვიდე ოჯახიდან, რატომ დატოვე მე შენი შვილების რჩენის თავი არ მაქვს, მოკიდა ორივე შვილებს ხელი და წამოიყვანა ისევ და მომიყვანა მე. ტაქსიდან გადმოსვლა და გამომატანა და ჩამაბარა ეს ბავშვები. წავიდა იმის შემდეგ, წავიდა თურქეთში, წელიწადი იყო თურქეთში წასული. არ კითხულობდა შვილებს, ლარიც კი არ გამოუგზავნია თურქეთიდან ბავშვებისთვის. წელიწადი იყო თურქეთში, ჩამოვიდა 2 კვირა ისე იყო ბავშვები არ მოუკითხებია. საერთოდ არ მოუკითხე, არც ბაღში არ მისულა, უფროსი გოგო ბაღში დაგვიდის, არც ბაღში არ მისულა შვილების მოსაკითხად. ჩემმა შვილმა აიყვანა ეს ორივე ბავშვები ხაშურში 2 კვირის ჩამოსული იყო, რომ აიყვანა ეს ორივე შვილი და მიიყვანა დედის სანახავად, რომ ჩემ შვილს უყვარდა, რო ვთქვა სიმართლე, რომ უყვარდა, მეუღლე უყვარდა, სულ ეუბნეოდა რომ მიყვარს, ჩვენს გვეუბნეოდა ოთახში რომ მე ოჯახში რომ მე ყველაფერს ხას გაუსმევ და მიყვარს რომ შვილებს დედა უნდათ, პატარები არიან, უფროსი გოგო იჯდა და ამბობდა ბებო ბაღში რომ დედა შვილები მოყავსო, მეც მინდაო რომ დედა მიმიყვანოსო. დედა მომიყვანოსო, მეუბნეოდა. წუხდა ბავშვი დედა უნდოდა. მიიყვანა ანახა ნახა ეს ბავშვები იმ შემდეგ აღარ მოუკითხებია ისევ დედას. მე წავიდა ბაკურიანში სამუშაოდ. ბაკურიანში რო წავიდა სამუშაოდ, იქიდან ელაპარაკებოდა, არეკინებდა ჩემი ბიჭი, დაურეკავდა, დაელაპარაკე ბავშვებს, დაელაპარაკებოდა.
მოიკითხავდა ბავშვებს, ისე გაწყდებოდა კავშირი. მესმის ქავტო მარინა, მე მაქვს თქვენთან ესეთ შეკითხვა. რა მოხდა იმ დღეს? მკვლელობის დღეს, მკვლელობის მცდელობის დღეს უკაცრავად. სახლში იყო ჩემი ბიჭი, მაგ დროს საღამოზე, წინა საღამოთი ამბობდა, რომ ხვალ უნდა მოვიდნენ სალომეს მამა, ძმა, მესიჯი მოუწერია ბიძაშვილს, რომ უნდა მოვიდეთ და შერიგებაზე დავილაპარაკოთ. ხო და მითხრა, რომ დედაო, ხვალ გოჩა მოდის, რომ სიმავრზე და თავისი ძმები მოდიან, რომ უნდა დავილაპარაკოთ. ახლა მოვიდნენ მეთქი შვილო დაილაპარაკეთ, ეხლა ეწებოდა რომ შევრიგდეთ გოგოს და ცოლს და უარს ეუბნეოდა. მოვიდნენ მეთქი დაინეუნებოდა უარს. გოგო. რძალი, ჩემი რძალი. თქვენ რძალს არ უნდოდა თქვენ შულთან შერიგება. კი, არ უნდოდა. კი, არ უნდოდა, არ მინდაო. ხო, მეც ესე ვიცი. მე უთხარი რომ შვილო, შენ ელაპარაკები, მაგრამ თვითონ რას გეუბნება მეთქი და თვითონ მეუბნევო არ მინდაო და მე მიყვარსო. ამბობდა, არ ფიცავდა რომ მიყვარსო. ხო და ბაკურიანში რომ იყო წასული დაურეკა რომ ამოდიო და დავილაპარაკოთო. ავიდა ჩემი ბიჭი უნდოდა რომ დაელაპარაკა და დაიმალა. ხო, დაიმალა გოგოს, არ უნდა ქმართან შერიგება და დაიმალა. წამოვიდა, უკან წამოვიდა, უკვე ღამე იყო დაღამებული რომ მოვიდა და ასე მომწერაო გზაშიო რომ ხო ლამაზი ყოფილა ბაკურიანიო. ხო გაჩვენილი. ხაბატონო მარინა, მოდით უფრო დავავიწროთ დრო. აღიზიანებდა. აი ხან რა კომენტარს წერდა, ხან რა კომენტარს. ანუ მიწერა ხო ლამაზი ყოფილა ბაკურიანი. ხო, ვითომ ეგრე რომ ეგრე გამოუვიდა რომ საცინაც იგდებდა რა. დიახ, რატომ შეეცადა თქვენი შვილი რომ მოეკლა მისი ყოფილი ცოლი? ვაიმე, არ ვიცი, აი სიმართლე გითხრა, ნამდვილად არ ვიცი. დაურეკა. როგორ გონიათ? დაურეკა მისთან ერთადაც იყო ბავშვის ნათლიასთან, ნათლიის დასთან და დედასთან ერთად იყო ბაკურიანში. ხომ არ ფიქრობთ? რომ თქვენ რძალს არ უნდოდა თქვენ შულთან შერიგება და რომ მიიღო უარი, სწორედ ეს გახდა, თუმცა ოჯახს სხვა ვერსია აქვს და მე ამას გეტყვით. მაგრამ უარი გახდა იმის მიზეზი, რომ მან იფიქრა, რომ თუ ჩემთან არ იქნები, ცოცხალიც არ იქნები. არ ვიცი, ახლა სახლში რო ვთქვათ, არ უთქვია. რომ აი უნდა სიტყვაზე რომ ან მოვკლავ, ან დავაწყავ. როგორ გონიათ, თქვენ ხო თქვენ შულს იცნობთ, თქვენ მასთან ახლო ურთიერთობა გაქვთ. ფაქტია, იმასაც გიყვებოდათ მისი ყოფილი ცოლი რა მესიჯებს წერდა. ფაქტია, თქვენ ყველაფრის საქმის კურსი ხართ. აი, თქვენი აზრით, რატომ შეიძლებოდა გადაეწყვიტა თქვენ შულს, რომ მოეკლა მისი ყოფილი ცოლი? ის ხო შემთხვევით, ეხლა სიკვდილს ებრძვის ახაც, ხო? ის ხო შემთხვევით გადარჩა. გამეტებული იყო მკვლელობისთვის მიყენებული ჭრილობების მიხედვით. რატომ, როგორ გონიათ? არ ვიცი. იეჭვიანა? უნდოდა რომ შერიგებოდა და მან უარი უთხრა? უნდოდა, ნამდვილად უნდოდა რომ შერიგებოდა. ეჭვიანობის ნიადაგიც შეიძლება იყო, იმიტომ რომ უგზავნი და საყვარელთან ერთად გადაღებულ სურათებს ბაკურიანში რომ იყო, ეწერა, ასე იგი, ქონია სურათში ჩასმული თავისი სურათი და კარგით. და წერებია იმ საყვარელზე ჩემი გული. გავიგე, ქავტო მარინა. მიშიკოზე ქმარზე წერებია მიშიკო მარტო სახელი და ეს რა არისო უთქვია და კარგად იცი რაც არისო, შენ არ მინდეხარო ასეთნაირი პასუხი. გასაგებია, ქავტო მარინა. მე თქვენ გაცადეთ საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი ჩემთვის იყო რადიკალურად მიუღებელი, მაგრამ რადგან ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მედალიონს ორი მხარე აქვს და არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეს ვასაუბრობდეთ, თუმცა მე წარმოუდგენელია, რომ სიმართლე ხა მხარეს იდგას, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ საზოგადოებას ეს მხარეც მოვასმენინოთ, ხო ხვდებით რას გიხსნით. ეს თქვენ არ გეხებათ საერთოდ. იმიტომ რომ თქვენ მე ვფიქრობ, რომ გაბედული ქალი ბრძანდებით, რომ მოხვედით სტუდიაში ამაზე საჯაროდ საუბრობთ და ეხა მე რაზეც ვისაუბრებ, ეს თქვენ არ გეხებათ, მაგრამ და მე თქვენ არ გაგაწყვეტინეთ საუბარი, იმიტომ რომ თქვენ თქვენი სიმართლე გაქვთ, თქვენ თქვენ შულს იცავთ, მე თქვენი მესმის და ამიტომაც მე თქვენ დაგითმეთ დრო. მაგრამ რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი შვილი სახლიდან წავიდა. იმიტომ რომ უკაცრავად თქვენი რძალი, იმიტომ რომ თქვენი შვილი არ უნდოდა. კი, არ უნდა. ხო ესე იყო. ანუ ის ადგა და წავიდა სახლიდან, ხო სწორად მივხვდი? კი. ამის შემდეგ თქვენ შვილს გაეყარა და თქვენი შვილი რომ ეუნებოდა შემირიგდიო, ის არ ურიგდებოდა. ოფიციალურად არ იყვნენ გაღრილი. გასაგებია, მაგრამ მორალური თვალსაზრისით გულისხმობ. წავიდა გოგო, აღარ უნდა ეს ბიჭი, ცალკე ცხოვრობს და თქვენი შვილი რომ ეუნებოდა რომ შერიგებოდა, ის უარს ეუბნებოდა. სწორად გავიგე ხო? და მან დაიწყო თავის ცხოვრება. კი. სწორად გავიგე. ქონდა თუ არა მას ამის უფლება? ცალკე რომ ეცხოვრა, კი, ქონდა, მაგრამ შვილებს არ კითხულობდა. აქვს თუ არა დედას უფლება შვილები არ მოიკითხოს?
შვილები რომ არ მოიკითხოს? ეს მეორე საკითხია, ეს ჩვენი მორალური გადასახედიდან, სწორია თუ არასწორი საქციელია, ჩვენი გადასახედიდან, მაგრამ მე მაქვს თუ არა უფლება ავდგე და ჩემი ორი შვილი დავტოვო, ხა დედაჩემთან. კი, ხო მაქვს? ან მიუყოფილ მამებს მიუყვანო ერთს მეორეს მეორე. მე ხო ამის უფლება მაქვს. კი. ხო. ამიტომ მე ჩემმა ქმარმა ხომ არ უნდა მომკლას. არა, მოკლედ ნამდვილად არ ვამართლებ, რომ მესმის, ანუ ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. კი. მესმის. უბრალოდ რატომ გეტყვით? იმიტომ რომ როდესაც საზოგადოება, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ იქ არის, რომ აი როდესაც მე მესმის თქვენ დედა ხართ და თქვენ საუბრობთ, რომ აი აღნიშნეთ, რომ იმას ყავდა იქ მეგობარი მამაკაცი. მე მესმის, თქვენ ბიჭის დედა ხართ და ეს არ მოგწონთ. მეც არ მომეწონება ჩემი შვილის, მაგრამ არ მომეწონება ერთია, მაგრამ მეორეა რომ ეს ჩემი საქმე არ არის. კი. ხო ხვდებით რას კი, ახლა ჩემი საქმე არ არის, ნამდვილად არ ჩავრეულ ვარ მე იმას ოჯახის საქმის ცოლქმრიშვა არ ჩავრეულ ვარ ნამდვილად და არ მithქვია რომ აი წადი და ან ასე და თუ კი მეუთხარ თუ კი შვილო გენდომინებათ ერთმანეთი ცალკე გაიყვანე შენთვის ცოლი და შვილი და ყავდეს რაც საშუალება მექნება იქით მოგეხმარებით რომ მესმის კარგად ჩვენ კიდევ ერთხელ ჩემ პატივისცემას გიდასტურეთ მარტო იმიტომ რომ აი აქ ეხა გაბედეთ მოსვლა და ამ თემაზე საუბარი აი მართლა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და თქვენ სხვანაირი ქალბატონი ხართ და ამიტომ მე მესმის თქვენი მცდელობებისაც მესმის უბრალოდ მე არ მინდა რომ მაყურებელმა ჩათვალოს რომ რადგან გოგოს მამაკაცი ყავდა, რადგან გოგომ შვილები მიატოვა, ამიტომ მისი მოკვლის უფლება ვინმეს ჰქონდა. არა, მოკვლის უფლება არა. ან ცემის, ან გინების, ან მასზე ძალადობის. და გითხრათ ნანუკა, ჩემი შვილი სახლში რომ იყო დილით, ნამდვილად არაპირებდა წასვლას და ბავშვის ნაცრიას დაურეკავს. დიახ. მითხრა რომ დედაო დამირეკაო, რაიმე ბოდიში სახელი და არ აქვს მნიშვნელობა. დამირეკაო და მითხრაო და რა უნდაო, არ ვიციო, ტელეფონი გაუთიშეო. მე სიმავს ველოდები და მოყრებს რომ უნდა მოვიძნონო და. დიახ. მერე კიდე რამე მოწერა თუ დაურეკა, ეს არ ვიცი, 12 საათი იყო რომ ჩემი შვილი წავიდა სახლიდან. შუა თხის 12. კი, ეს ამბავი რომ საათზე. მე რო გავიგე უკვე ასე 3 იქნებოდა. ანუ მალევე. კი, მალევე გავიგე. მე როგორც ტელევიზიის მოვისმინე პარკში ქონიათო სპორიო ცოლქმარსო არ ვიცი მე ვიღაც ამბობდა კიდე მე ტელევიზიის მოვისმინე ეხვეწებოდაო შემირიგდიო და უარი მიიღო ხო ესე იგი ჩემი ეჭვი სწორი ყოფილა ხო ტელევიზიით როგორც მოვისმინე და სხვა რა მოხდა როგორ იყო რანაირად იყო არ ვიცი დიახ მე მესმის ხო მესმის თქვენ უბრალოდ ადვოკატს ქონდა ხო ალბათ თქვენ შულთან შეხება როდის აი ეს დაკავების შემდეგ ექნებოდა კი თქვენ არ გინახავთ ადვოკატი? არა, სოციალური ისეყოლება ალბათ, სახაზინო ადვოკატი. ხო, მაგრამ არა გაქვთ მასთან კონტაქტი? არ დავკონტაქტებია არავინ ჩვენ. ой, რა უცნაური, ანუ არ იცით ვინ იცავს თქვენ შულს? არა, უნდა დაერეკათ სასამართლოზეც და არავის არ დაურეკავს, გადაგებინებთო გითხრეს, მაგრამ სასამართლო პირველი ისე ჩაუტარდა, რომ არავინ არ დაგვკავშირებია და ой, რას ამბობთ? ახლა მე მგონი თქვენ შულსაც აქვს უფლება რომ დაიცვან და თქვენ შულსაც აქვს უფლება რომ თქვენ მასთან კონტაქტი გქონდეთ. ეს ძალიან ცუდია ალბათ ახლა წარმოვიდგინე ბიჭის ციხეში მესმის ბრალსა ესეთი მაგრამ ამბავზე მაგრამ რაღაცნაირად ალბათ კარგია თუ დედა შეეხმიანებით არა კი რა თქმა უნდა არ ვიცი თუ ადვოკატს მიგვიწვდება ადვოკატამდე ხმა მე ვეუნები და რა ვიცი ურჩევდა ვეუნები რომ ჯობია რომ დედას დაუკავშირდეს და უთხრას რომ ამბავი გააგებინოს, განცხადება, ჩააყენოს საქმის კურსში რა მდგომარეობაშია, რასაც ხადებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახებს შორის კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და ამის უფლება დაკავებულსაც აქვს და ამის უფლება დედასაც აქვს და იმედია რომ სახაზინო ადვოკატი თქვენ დაგიკავშირდებათ. ველოდებოდით რომ დაგვიკავშირდებოდნენ, მაგრამ არავინ არ დაკავშირებია აქნობამდე. ჩემი გადასახედიდან ყველაზე ცოდო მაინც ეხა არიან ბავშვები. კი, რა თქმა უნდა. მამა ციხეში, დედა სიკვდილს ებრძვის. ბავშვებს დღემდე მე ვზრდი და მამა მუშაობდა სასადილოში, რო ვთქვათ, აი ერთი დღე არ ჩერდებოდა, რომ ბავშვებს მამა არ ენახათ და მამა ბავშვები არ ენახათ. ახლაც პატარა გოგო რო რა იციან ბავშვებმა რა მოხდა? იციან, რომ ახლა მუშაობს, მამა წავიდა სამუშაოდ. და დედას საერთოდ არ ახსენებენ ბავშვები. თუ დაურეკავდა მამა დაალაპარაკებდა. 2 კვირის წინ გაუკეთეთ ოპერაცია უფროს გოგოს თიაქრის ბრმანაწლავის დაურეკა მაშინ, რომ ჩამოდი სალომე ბავშვს ოპერაციას უკეთებთო. მოვედა ბავშვი არ ყოფილა ნარკოზიდან გამოსული, დატოვა დედამ შვილი და წავიდა.
მესმის. მე იმედი მაქვს, რომ დედა გამოჯამრთელდება და ბავშვებს დედა მაინც ეყოლებათ. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების შემშობელი. მე კიდევ ერთხელ 100-ჯერ გეტყვით ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ გეყოთ გამბედაობა და მოხვედით სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. მე გისურვებთ თქვენ ჯანს, რომ გქონდეთ იმის ჯანი, რომ თქვენ შვილიშვილებს მოუაროთ. კარგად ბრძანდებოდეთ. 8 წლის გიორგი უნდა გაგაცნოთ, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მას ყავს 4 და ძმა და მათ სახლში ერთი სკამი აქვთ, რომელზეც მორიგეობით ხედან. საშინაო დავალებებს პატარები იატაკზე წერენ, მე ვფიქრობ, რომ კადრებსაც ნახავთ თქვენ ახლა ეთერში. პატარა ბიჭი ხშირად იძინებს მშიერი. თუმცა, როგორც ამბობს, ოღონდ დედა გადარჩეს და მშიერი დაძინებას ისწავლის. გიორგის დედა ახლა სიკვდილზე ბრძის. და ეს ამბავი ჩვენამდე ისევე როგორც თქვენამდე მოიტანა სიკეთის ქალაქმა. ამიტომ გიორგი დღეს ნანა შველიძესთან ერთად არის ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მობრძანდით. გამარჯობათ. შორიდან მოგესალმებით. ახლა ასია წესი გიორგი, თორე ჩაგეხუტებოდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვშვები ამას დავბრძანდით. გიორგი, მოდი შენ აქეთ. როგორ ხარ? ჩემი ხვალების არ შეგეშინდეთ. როგორ ხარ, გიორგი? კარგად. რაღაცნაირად გაბედრული ხარ. კმაყოფილი ხარ, რითი ხარ ესეთი კმაყოფილი, მომიყევი. კარგი, ვიდრე გიორგი მოშინაურდება, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემი სტუმარი. მითხარით, როგორ იპოვეთ? რა ხდება ამათთან და დიახ. ესე იგი, გიოს შემთხვევაში მქონდა ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისაგან. გადმომიგზავნეს ეს ინფორმაცია და მითხრეს, რომ დედა უმძიმეს მდგომარეობაშია ესპანეთში, მაგრამ ბავშვები ძალიან ცუდად არიან, იმიტომ რომ საშინელ პირობებში ცხოვრობენ. დიახ. ჩავედი სამტრედიაში. დიახ. საკოორდინაციო ტელეფონი, მისამართი და ჩავედი სამტრედიაში. და ნანუკა ჩვენ ახლა კადრში ხედავთ. ვიდრე მივიდოდი და ბავშვს ვიდრე ვნახავდი. ამ სახლს გარედან რომ შეხედავთ, არც ერთი ფანჯარა არ არის. ცელოფნებია აკრული, შიგნით ოთახში სხივი არ აღწევს მზის, იმიტომ რომ შიგნიდან ადიელები იყო აკრული. არც ერთი სკამი, ის ერთი სკამი მეზობლიდან ვითხოვეთ. ბავშვებს როცა ვკითხე, იატაკზე წერენ დავალებებს და გიო მითხრა, რომ საჭმელს როგორ ჭამთ მეთქე და ფეხზე დამდგარი ვჭამო, მითხრა, იმიტომ რომ სკამი არ გვაქვსო. თუ გვაქვს საჭმელი რამეო. უმძიმესი სიტუაცია იყო. და უკაცრავად ამ ოჯახს ემიგრანტები ეხმარებოდნენ? აი გეტყვით რა მოხდა. კონკრეტულად გიორგის დედმამა წავიდა ესპანეთში. აქ კვლევებს სჭირდებოდა ძალიან დიდი თანხა. ნაწილი მეგობრებმა, მეზობლებმა შეუგროვეს თანხა და გამგეობამაც დააფინანსა ვაუჩერით. ეს კვლევა აღმოჩნდა მელანომა. წავიდა ესპანეთში, რომ ჩაბარებულიყო ტოლბილად და იქ გაიგრძელებინა მკურნალობა, იმიტომ რომ მკურნალობას 17,000 უნდოდა ქიმიას და ეს შეუძლებელი იყო მათი ოჯახისათვის. უკაცრავად, მაგრამ ბავშვებს ახლა უფროსი ვინ უვლის? ბებია. სახლში არის ბებია. ერთადერთი მოზრდილი ადამიანი და ეს 5 ულამაზესი უკარგესი სასწაული ბავშვი. და ოჯახის შემოსავალი რა არის? ოჯახის შემოსავალი არის სოციალური დახმარება. 5 ბავშვზე ეს ჩვეულებრივი სტანდარტია და ეს არის დაახლოებით 350 ლარი. იქ უფროსების 180 ლარი მივამატოთ. ეს იყო ოჯახის შემოსავალი, მაგრამ დღესდღეობით ეს სოციალურიც, აი ყველაფერი ბანკიდან გამოიტანეს თანხა. ხო, მესმის და წინასწარ. აი მაგალითად ახლა ეს კადრები არის ზამთარშიც, ზაფხულშიც, ხის შიშველი კედლები. კი. სახში რომ მიხვედით, საჭმელი რა ქონდათ? არაფერი. პურის ნატეხი. 2 პურის ნატეხი იყო, 2 პატარა ყუა პურის, რაც დამხვდა, იმიტომ რომ დავიარე მთელი სახლი. კიდევ პლუს ამ ბავშვებს სახლში აბაზანა ტუალეტი, ანუ სველი წერტილები საერთოდ არ იყო სახლში, დანგრეული იყო და რო ვიკითხე, ნუ ბავშვებს რომ ჭირდებათ რას აკეთებთ, მეზობლის სარგებლობენ ესე, მეზობელთან დადისო. ანუ საფრფაშოში მეზო, რამდენი ლოგინია?
ლოგინი იყო, ესე იგი, გიორგის პატარა საწოლი დგას, 4 საწოლი დგას, ბავშვები ერთად იძინებენ და მეორე ოთახი იყო, სადაც 2 საწოლი, 6 საწოლია, 5 ბავშვი, 3 მოზრდილი ადამიანი, 8 ადამიანზე. მესმის, გიორგი, მომიყვები რა ხდება შენ სოფელში? ჯერ მითხარი რა ქვია შენ სოფელს? რა ქვია? ხო. სახელი რა ქვია, საცხოვრებ? სახელი? ხო. საცხოვრებ? სამტრედია. სამტრედიაში ცხოვრობ, მე მგონა სოფელში ცხოვრობდი. სამტრედია ვინ არის ის? სამტრედია ძალიან ცნობილი ქალაქიდან ყოფილხარ, საოცარი ქალაქიდან, ძალიან ახლოს არის წყალტუბოსთან სხვათა შორის. მითხარი რა ხდება სამტრედიაში? რას აკეთებთ მთელი დღის განმავლობაში? რას ვაკეთებ? ხო? რას ვაკეთებ და რას? დილით ადრე რო ვიღვიძებ, სკოლაში მივდივარ, ჩემ მეგობრებს თან ერთად თამაშობ. მე სკოლიდან რომ მივდივარ, შეშას ვაპობ. შენ აპობ შეშას? მანახელი მხალხელები გაქვს. მაგ ხელები ვერ დავინახე, კარგად მანახე შენი ხელები. მანახე რა მხალხელი გაქვს. გაშალ, ამ ხელებით აპობ შეშას? ხო. კარგი, რას ლაპარაკობ? კიდე რას აკეთებ? კიდე? ხო. ბებოს როცა პურის გამოცხობა უნდა, გვილი ქვემოთ ჩამაქ. აჰა. კიდე? ოჯახის უფროსი ხარ? კაცი ხარ სახლში მოკლედ, როგორც მივხვდი. დებს უვლი? თუ ბებოს ეხმარები ძირითადად? ბებოს. ოჯახის საკითხები შენ გეხება? კი. მითხარი, დედას და მამას ესაუბრები? კი. რამდენად ხშირად? როცა დაეკავს. ხო, როცა დაეკავს და რას გეუბნებიან, როდის გნახავთო? რას გეუბნებიან? მალე ჩამოვალთო? ხო. მეც მგონია რომ მალე ჩამოვალე. როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის? სამწუხაროდ ამ მომენტისათვის არ არის კარგი ინფორმაცია ესპანეთიდან. არ აღმოჩნდა მელანომა, აღმოჩნდა კარცინომა, მაგრამ ჯერჯერობით რაც იყო პასუხი. ანუ მათი ყოფნა ესპანეთში აუცილებელია, იმიტომ რომ იქ დახმარება. სეფსისი აქვს დედას, განვითარდა და ეხლა რეანიმაციაში ყოფება. და შესაბამისად იქ უნდა იყვნენ. კი, იქ უნდა იყვნენ და არანაირი სახსრები ოჯახს არ გააჩნია. ამ ეტაპზე ამ ბავშვებისთვის მოწესრიგდა საკვების პრობლემა. ვინ მოაწესრიგა რომ უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აიდან უკან მინდა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლად უნდა უთხრა. ვისარგებლო თქვენი ეთერით და უღრმესი მადლობა უთხრა საერთოდ ქართულ ხალხს. კი, ზუსტად, კი, ნამდვილად. წარმოუდგენელი შეძლეს მათ მარიამის შემთხვევაშიც და ამიტომ აუცილებლად უნდა ითქვას საჯარო მადლობა. ემიგრანტები, მე ვესაუბრე გიორგის მამას, მან მითხრა რომ აქ დაგხვდნენ, როცა ჩამოფრინდით ემიგრანტები და ის ძირითადად ამ საავადმყოფოს ეზოშია, მარტოც კი არ ვარო, ერთმანეთს ენაცვლებიანო და უღრმესი მადლობა იმ ხალხს, თვითოულ ადამიანს, ვინც ჩავიდა ამ ოჯახში. და ვინც კი და ვინც მოიტანა საკვები, მოხერხდა სამზარეულოს რემონტიც. სამწუხაროდ 3 დღის წინ ვქონდა ცუდი ფაქტი, იმიტომ რომ კარები მოძრა. ხო, მაგრამ თავარი არის ნაკერები დავადეთ გიორგის, იმიტომ რომ დაეცა ეს გიორგის ხალხი. გიორგის თავარი არის ის რომ გიორგის ისევე როგორც თავის დებდა-ძმებს ძალიან ხშირად უწევთ ჭიერი დაძინება და მათ ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და მე მინდოდა რომ ჩემთან სტუდიაში მოსული ყავით სტუმრად გიორგი კი ამბობს რომ მე ბევრჯერ დავიძინებ მშიერიო. ოღონდ დედაჩემი კარგად იყოსო, მაგრამ მე მაინც ფიქრობ რომ ჩვენ გვყავს ახლა მაყურებლების დიდი არმია, რომლებიც Facebook-ზე რომ დავდებთ ამ ვიდეოს, დავაწერთ კოორდინატებს და თქვენს ნომერს მიუთითებთ, ეს დიდი არმია შეესწევა გიორგის და მის ცხოვრებას შეცვლიან. მე მაქვს ამის იმედი რომ შეცვლა და პირიქით თქვენ დიდი მადლობა, იმიტომ რომ სიკეთის ქალაქი აკეთებს უამრავ მაგარ საქმეს და ჩვენ არაერთი გმირი გვყოლია სწორედ თქვენი ნაპოვნი ბავშვები გადაცემაში. მადლობა ქართულ ხალხს. ამ დიდი თანადგომისთვის ვერავინ ვერაფერს ვერ შეძლებდა და მე მით უმეტეს რომ არა ქართული ხალხი. კი, ნამდვილად რომ არა ის მაყურებელი, მაგალითად $64,000 წარმოიდგინეთ, უფრო ცოტა მეტი, ერთ დღეში მობილიზდა მარიამისთვის. ეს არის უპრეცედენტო ამბავი. მე ერთი ადამიანი, უღრმეს მადლობას გიხდით აი ამ ქვეყნის მოქალაქე სიკეთისთვის, მარიამისთვის გასამოვთ, თქვენ იმდენ რამეს აკეთებთ, რომ მე რა მოსატანი ვარ. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენ ამ გადაცემის შემდეგ ეყოლება უფრო ბევრი მეგობარი, რომელიც შემოგეხმიანება და დაგირეკავს. აქ ისე მოგწონს, რომ მე მგონი წასვლა არ გინდა, ხო? კარგია, ხო?
დავიდეთ გიოსაბრედიაში ისევ. ხო. არ უნდა გიორგი სტუდიიდან გასვლა. კარგად იყავით. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ სტუმარს უნდა ძალიან შემოსვლა და ჩვენი დღევანდელი სტუმარი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მშობლიური ქვეყნიდან 1193 კილომეტრის დაშორებით ისეთი პოპულარული გახდებოდა, რომ მას გადაცემებში მიიწვევდნენ და ათეულობით მართალია ვირტუალურებს, მაგრამ მაინც მეგობრად შეიძენდა. შაჰაბ ქარიმი 4 დღით ჩამოვიდა საქართველოს დასათვალიერებლად და მე რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ამის შემდეგ იყო 12 დღიანი კარანტინი და შემდეგ გადაცემისთვის მზადება. ეს სტილი ჩემს აღნაგობას მგონი ძალიან მოუხდა. მომწონს. მადლობა. მაშ ასე ექსკლუზიურად ყვანან უკაში შაჰაბ ქარიმი, შაჰაბ. Oh, hello. Nice to meet you. Nice to meet you. ჩვენ ირანულად უნდა ვისაუბროთ. Thank you. ტექნიკურად თუ არის ეს მზად? You can sit here. Sit down please and thank you for your time. გამარჯობა. Merci. მე merci. დიდი მადლობა. მადლობას მოგახსენებთ. So, დავლაგდით ხო? ხო, როგორ ხარ? I don't hear. არ ესმის მე მგონი ხმა, ტექნიკური პრობლემა რა გავასწაროთ? რატო გავარდა სტუდიიდან შოუს ნაწილია? არ მითხრათ რომ იმექიმთან ერთად დაბრუნდება უკან? საწავიდა. ხახლა დაბრუნეთ უკან. რატო წამოხდა? სანამ ჩემს სტუმარს უკან მოაბრუნებენ, მე მოგიყვებით, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ 4 დღით ჩამოვიდა საქართველოს დასათვალიერებლად და ფიქრობდა, რომ თბილისს დაათვალიერებდა და უცებ არც მეტი არც ნაკლები აღმოჩნდა აბასთუმანში. კიდევ შემიძლია ხალხი ხო, რა შვებით? მე წყვით ვინმეს? სად ვერ პოულობთ? ძალიან კარგი გადაცემა, მე მგონი ამით უნდა დაგვეწყო და ყველა კარგ ხასიათს დავდგებოდით. დაელაპარაკეთ იმაზე ყურში რამე უთხარით. ვაიმე, შუქი ჩაქურა. არა. თუ არ გასწორ, შუქი მოვიდა. თქვენ მინერა მაყურებელმა.
მინდა რომ სოციალური მედიიდან შემატყობინოთ შეკითხვები თუ აქვს ჩვენს მაყურებლებს, რომ მათთან მაინც მქონდეს ინტერაქცია, მოკლედ გვიპოვეთ, სხვანან უკაიპოვეთ კი და სოციალური მედია თურმე ხარობს გიორგის თაობაზე განსაკუთრებით, მარიამის თაობაზეც. აჰა. არა ინტერესებს სად არის ჩემი სტუმარი? შაჰაბ ქარიმი მართლა მგონია რომ წარმოუდგენელი ამბავია, ეგეთი გადაცემა ჯერ არ წამიყვანია. ბელოდები ჩემს რესპონდენტს, აი იმ ბიჩ რესპუბლიკურიდან რომ მოაბრუნეს, ხომ გახსოვთ, რომ შეიყვანეს და გამოიყვანეს, მე მგონი ეს ბიჩ მე მგონი კარმაა რაღაც. მე მგონი ეს ბიჩი სადღაც შედის, მერე გარბის და მერე უკან აბრუნებენ. რატო დარბის ამდენი ხალხია აქ? დამთავრდა? მობრძანდით. დიახ. თავიდან უნდა დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერია. მოგესალმებით. باشه الان صدامو دارید؟ اوکی. صداتون داره. اوکی ممنون. გასაგებია, ძალიან რთული ენა. როგორ ხართ? مرسی ممنونم تشکر. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, კარგად ვარ. თარჯიმნის ხმა. კარგად უპრობლემოდ ხომ ჩვეულებრივად. მომიყავით თქვენი ამბავი, მოკლედ ძალიან პოპულარული ხართ საქართველოში. ხაიშან ბეგინ შომა თუ გორჯეს. თქვენ ყველა გცნობთ, მე ვიცი რომ ამის ხიბლი უკვე თქვენც იცით, იმიტომ რომ იქ როდესაც მიდიხართ გაჩარებენ ქუჩაში, მაგრამ მოდი დავიწყოთ თქვენი ისტორია თავიდან. როგორ ჩამოხვედით? آره ممنونم در ابتدا تشکر میکنم دیدی مطلوبس موگیخیت رو مومیتوید استودیاشی مرسی سلام میکنم به تمام همینان عزیزم و همچنین خانواده خلاص موگه سلمه بید چه مجاکس می بسلمه بید کنه جخه اگرتو اسمی بسلمه چه اسمه گوبلت می به همه مردم عزیز گرجستان که ساکارتوئلوس ანუ მოსიყვარულე خلک واقعا بهم لطف داشتن و ممنونم რომლებიც ანუ ძალიან კეთილი განწყობილები იყვნენ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემი თქვენი ოჯახი გვიყურებს ახლა თუ რატომ მიესალმეთ თქვენს ოჯახს? بله بله დიახ გამოვიცანი რომ კი გვიყურებენ. ეს საქართველოს კეთილი ხალხი სად ნახეთ? საქართველოში ყველაზე მეტად სად დაინახეთ ქართული ხალხის სიკეთე? صرف دولتی گرجستان خیلی عالی بود هم برخورد مردم گرجستان هم از همون بعدی که تو فرودگاه در واقع دمای بدن من بالا بود و منو به როდესაც ტემპერატურა მაღალი მქონდა წამოყვანეს სამონტყოფოში და სამონტყოფოში მომხედეს ძალიან თბილისის სამონტყოფოში და ჩვენ ანუ საქართველოს ექიმებმა მენეჯმენტი იყო იდეალური მენეჯმენტი იყო საქართველოს იდეალური მე მგონი თქვენ მალე კენჭსაც იყრით ისე საუბრობ საქართველოს იყო იდეალური მთავრობა იყო იდეალური ჯანდაცვა იყო იდეალური ყველა რეფორმა არის იდეალური გაუმარჯოს საქართველოს ხელისუფლებას მომიარეს მაჭამეს მასვეს გავიგე მაგრამ ის ხომ დავინახეთ რომ ძალითაც კარგად შეგათრიეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ რომ არ გინდოდათ نه زوری در کار نبود آریخو در واقع زالت هاشمیگانست ریالات چون که در واقع دمای بدن من بالا بود ماتی کتیل داموکیدebule ჩემ დამი რადგანაც მქონდა მაღალი ტემპერატურა شدن که شاید من در واقع თვითონაც ანუ შეწუხებული იყვნენ შეიძლება მე კორონა მქონოდა خاطر همین من და მაგიტომაც შემოგვეზარას ამბობდა სედაი ხანობრო نه خیر اسو ვერ არისო ვერაო ესე ამბობდა نمیشدم ولی از همین فرصت استفاده میکنم اون خانم‌ها خیلی لطف داشتن به حال وظیفه‌شون انجام میدادن ვისარგებლებ ამ შემთხვევით და იმ ქალბატონს მადლობას გადავუხდი همه چی خیلی عالی بود ممنونم ყველაფერი იდეალური იყო კიდევ ვიმეორებ واقعا ანუ თქვენ ამ გადაცემაში მოხვედით იმიტომ რომ ისწავლოთ როგორი იდეალურია გარემო ყველაფერი აბსოლუტურად იდეალური, არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი, ანუ ამ კონტექსტში უნდა ვისაუბროთ ჩვენ. من در واقع یکی از دلایلی که این برنامه اومدم მე იმიტომ მოვედი ამ გადაცემაში მიზეზებით რომ یعنی اصلی ترین دلیلش این بود که به مردم عزیز گرجستان بگم که საქართველოს ხალხს მინდა მიუმართო این اخباری که در واقع ایرانیا کرونا رو وارد گرجستان کردن در واقع ეს რეალურად ანუ რომ ირანელებმა შემოიტანეს საქართველოში კორონავირუსი ეს არის შეცდომა მაგას არავინ არ ამბობს ეგ არ არის ეს არ არის სწორი რომ ირანელებმა შემოიტანეს ეგ არ უთქვამთ და ამიტომ خبرها من در واقع خبرهای اولیه‌ای
که متوجه شهاب საქართველოს ჩამოხვედით არ არის სწორი საქართველოს ჩამოხვედით 4 დღით ისე გაგიმართლათ საქართველოს ჩამოხვედით 4 დღით ორი კვირით წაგიყვანეს კარგი გაჭამეს გასვეს ბახმაროში დაისვენეთ ხო სწორად გამოვიცანი მართალია თქვენ ბათუმი გოგონათ პირველ ერთი კვირას ბახმარო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაინც ხომ კარგი აბასთუმანში უკაცრავად აბასთუმანში წაგიყვანეს აბასთუმანში მოხვედრაც მე ვფიქრობ რომ ძალიან ექსკლუზიური უფლება თქვენ გაგიმართლათ იმიტომ რომ საოცარი ადგილია და ძალიან ბედნიერი ბრუნდებით ირანში صد درصد به حال من کشورم رو خیلی دوست دارم آره من سفر 4 روزه بود تفریحی اومده بودم و واقعا از همین تریبون اعلام میکنم واقعا کشور قشنگیه واقعا شهر قشنگیه جاذبه‌های توریستی خیلی قشنگی داره از همه هموطنان عزیزم میخوام که انشالله اگه ویروس کرونا تمام ამ ქვეყანაში მიდიხართ ამ ქვეყნიდან თუ ვრჩებით نه در حال حاضر که متاسفانه تمام مرزهای ما به ایران بسته است و من სამწუხაროდ ირანის საზღვრები დაკეტილი არის აიძულებული ვარ რომ დავრჩე ჯერ پروازها در واقع شروع بشه و در واقع مرزها და იმედია რომ ფრენები დაიწყება, გაიხსნება და ჩემ საყვარელ ქვეყანაში დავბრუნდები. აქ პოპულარული ხართ. გრძნობთ ამას ქუჩაში. آره کاملا حس میکنم از روز اولی که این مسائل برای من پیش اومد و سقوبل واسقوبشی რომ შეგაგდებენ თუ იცით მალე ახლა سقوبل واسقوبشی რომ პირდაპირ შეგაგრიალებენ იცით მაგის შესახებ რა بله حالا رقص که در واقع من نمیدونم آره فکر نکنم تو این برنامه شرکت کنم ولی در واقع صورت کلی بگم واقعا لطف مردم گرجستان به من اینقدر زیاد بود این چند روز و تو فیسبوک محیط‌های مجازی و فیسبوکشی اگر تو اینترنت خیلی زیاد بود من نمیتونستم جواب همش رو بدم از همینجا تشکر میکنم از همه مردم აუცილებლად უნდა მიწეროთ პერსონალური მადლობა ირაკლი გაფრინდაშვილს თუ შეიძლება რომ პირდაპირ ეთერში ირაკლი გაფრინდაშვილს მიწეროთ პერსონალური არ ვიცი მოიკითხოთ როგორ არის მინდა რომ რაღაცნაირად ესეთი თქვენგან იყოს საპასუხო იმიტომ რომ ყოველ დღეს თქვენ გითმობდათ დილიდან საღამომდე ქართველი პოეტი ბიჭია არა ირაკლი თქვენ მე როგორც ვიცი მღერით متوجه هستم خب მღერით آره حالا მოდი ესე ვთქვათ خب მღერით من آواز میخونم ولی خب نه به صورت حرفه‌ای რაღაცას მღერით არა პროფესიონალი خب მისმის აი آره برای من اتفاقا تو این مدت آهنگم خوندن برام فرستادن من اتفاقا باهاشون هم صحبت کردم მე სხვათა შორის ჩემთვის ანუ სხვაებმაც სიმღერე შემცაცა ანუ მე მადლობა გადავუხადე სხვაებს შეიძლება რომ წაიმღეროთ ეს სპეციალურად ექსკლუზიურად ირაკლი გაფრინდაშვილისთვის რომ რამე წაიმღეროთ შეიძლება نه من اینجا راتم ძალიან თავმდაბალი ხართ ხა წამღერებას რა უნდა ولی در واقع برای من توی این مدت مردم گرجستان میگم خیلی خوشحال شدم و این خوشحالی اونا واسه من سنیز گارش შეუძლია و آره آره سنیز گارش შემიძლია ვერ გავიგე نه الان کلا یه مقدار علاوه چیز آمادگیشو ندارم ولی بهتون قول میدم توی برنامه دیگه توی شرایط بهتر آره მაგრამ პირობას გაძლევთ რომ თუ ნუ ცოტა ისეთ პირობები იქნება შემიძლია რომ იმღერო შემდეგ გადაცემაში მომზადებული فرصتی اجازه بدید من ანუ შემდეგ გადაცემაში უკვე უნდა რომ მოვიდეს პირდაპირ თქვა რომ მოვალო აბასთუმი هم میخوام یه کوچولو صحبت کنم به აბასთუმანი მინდა რომ აბასთუმანზე ვისაუბრო آره აბასთუმი خیلی جای قشنگی بود ძალიან ლამაზი ადგილი არის შეუბნები მაჟორიტარობა უნდა თქვა თავისი პროგრამით არის მოსული و دوستای خوبی اونجا پیدا کردم از კარგი მეგობრები შევიძინე აბასთუმანში هتل که در დაწყებული სასტუმროს მენეჯერიდან الدار و همچنین ბატონი ელდარი და აგრეთვე კახა რომელიც დათო რომლებიც ამეკინებდნენ და იწვალეს ჩემთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი მე მინდოდა რომ ქვეყანას გაიცანი შენ როგორი იყავი რას წარმოადგენდი რას აკეთებდი და მე ვფიქრობ რომ ეს შევძელით და უღრმესი მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავი და მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ შენ საკვირველ ვარსკვლავებში გნახავთ ძალიან მალე ეჭვი არ
ეპარება და ამიტომ მაინც დროებით გემშვიდობები. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენ სტუმარი. მადლობა. ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და მე მექნება ახლა სატელეფონო ჩართვა, იმიტომ რომ გამაგებინეს რომ ბაია პატარაიამ ჩემს გადაცემის მეორე სტუმარი იყო თუ არ ვცდები, ქალბატონი, რომელიც იყო მკვლელობაში ბრალდებულის, მკვლელობის მცდელობაში უკაცრავად, ბრალდებულის დედა. გადაცემის ამ ნაწილთან დაკავშირებით ბაია პატარაია ფიქრობს, რომ ფემიციდის გაშუქების სტანდარტის შესრულების დარღვევის მონიტორინგი უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაზე და მანამდე მე მინდა რომ მას დაუთმო პირდაპირ ეთერი და სწორედ პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ ფემიციდის გაშუქების რომელი სტანდარტი დაირღვა გადაცემის ამ ნაწილში და ყველაზე საინტერესოა სრულ კონტექსტში უყურათ რა ქალბატონმა ბაიამ ამ გადაცემას, თუმცა საინტერესოა მისი მოსაზრება. ქალბატონო ბაია, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. შეიძლება უკაცრავად ტელევიზორთან ხომ არ ხართ ახლოს, ხარვეზით მოდის ხმა? არა, გასაგებია. დიახ, ქალბატონო ბაია, პირველ რიგში მთელი კონტექსტი თუ ნახეთ ჩვენი ინტერვიუსი. მე ვნახე ნაწილი, როდესაც გავიგე რომ უკვე გადიოდა ეს ანუ ესეთი სიუჟეტი, ესეთი სტუმარი ყავდათ. პირველ რიგში მე არ მესმის და ვერაფერს ვერ ხვდები მიზანს რა აქ ჟურნალისტებს, როდესაც იწვევენ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დედას, ან რაც შეიძლება ველოდეთ ამ მხრისგან. მეორე მხრივ კიდე მოვისმინეთ საუბარი და რა იყო? აი მომიყევით რა მოისმინეთ, მინდა რომ მოგისმინოთ. რა მოისმინეთ? პრობლემას ხედავ იმაში, რომ ხდება დაზარალებული მსხვერპლი ქალის პირადი ცხოვრების დეტალების გარჩევა, რომელიც არანაირ კავშირში არ არის უშუალოდ დანაშაულთან. ესეთი ადამიანების როგორც არის და ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ახლობლები, ნათესავები, დამნაშავეების ყოველთვის ცდილობენ, რომ გაამართლონ საკუთარი დამნაშავე ნათესავი. ანუ თქვენ ამ გადაცემაში ნახეთ, რომ დედა შულს ამართლებდა? ეს ნახეთ? დიახ. სად ნახეთ? დედამ და ასევე რაღაცნაირად გასვარონ მსხვერპლი. ჩვენ ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა არის ფემიციდის. ჩვენ კვირას 8 მარტს დილას სპეციალურად გამოვაქვეყნეთ ფემიციდის გაშუქების სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის გაკეთებული. და ვთქვით, რომ განვახორციელებთ ამ სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მონიტორინგს და გამოვიყენებთ ყველა გასასვლელი. მე მინდა რომ შეკითხვით დიალოგის ანუ კითხვა-პასუხის ფორმატში იყოს, რომ მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს. ანუ საერთაშორისო სტანდარტი რას ამბობს? როცა საქმეში ორი მხარეა, ბრალდებული და დაზარალებული. ბრალდებულს ეთერი არ უნდა დაუთმოს მედიამ? არანაირი ორი მხარე არ აქვს ფემიციდს. არანაირი ორი მხარე არ აქვს და არ შეიძლება. რას ნიშნავს ორი მხარე არ არის? ქალბატონო ბაია, გოგომ თავი მოიკლა და არავის არ მოუკლავს? შეუძლებელია არსებობდეს მიზეზი. მიზეზი ჩვენ მოვისმინოთ თუ რატომ მოკლეს ქალი. არა, ამას არ გითხოთ, არა, ქალბატონო ბაია. ქალბატონო ბაია, ორი მხარე არ არსებობს საქმეში, სადაც მკვლელობაში ბრალდებულია და სადაც დაზარალებულია, აქ ორი მხარე არ არსებობს? კავლელის დედა არანაირი მხარე არ არის. თქვენ თუ რას მოვაპარაკებით სასამართლოზე როგორ არ არის მხარე? კავლელის დედა ვერ თავბრობს ვერანაირ ისეთ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება იყოს სამართლებრივად საინტერესო და საქმისთვის საინტერესო, გარდა ამისა, ეს არის შემთხვევა. ქალბატონო ბაია, ყველაფერი ვიცით, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ მოკლა. კი, ნამდვილად. კი, გეთანხმებით და ამ გადაცემაში ჩემი კი, ქალბატონო ბაია, მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ დამიზის. დანაშაულობის პრეზუმპციის პრობლემაც კი არ არის. დავინახეთ იქ სხვა. ქალბატონო ბაია, სხვა შეკითხვაზე მინდა მე მესმის თქვენი, მაგრამ მე თქვენ მეუბნებით, რომ საქმეში სადაც არის მკვლელობის ცდელობაში ბრალდებული და გოგო, რომელიც სიკვდილს ებრძვის, ორი მხარე არ არის, ამბობთ? ფაქტი რომ მოხდა. დედა არანაირი მხარე არ არის და ანუ დაზარალებულის დედა მხარე არ არის. გასაგებია ქალბატონო ბაია, მადლობა. მეორე შეკითხვა მაქვს, გასაგებია თქვენი დამოკიდებულება. მეორე შეკითხვა მაქვს. თქვენ სრულ გადაცემას უყურეთ? გითხარით უკვე ამ შეკითხვაზე პასუხი გაგეცით, რომ როგორც კი გამოჩნდა ეს ქალბატონი. ანუ ამ დედისთან ინტერვიუს დიახ, ამ დედის ინტერვიუს თავიდან ბოლომდე უყურეთ. მათ შორის ჩემს შეკითხვებს, მათ შორის ჩემს პოზიციას. ქალბატონო ბაია, არის თუ არა ეს ქვეყანა, სადაც სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი ქალი მათ შორის წერს,
და სტიგმა არის თუ არა ის, რომ მაგალითად ქალის პირადი ცხოვრების გამო შეიძლება რომ ქალი მოსაკლავი გახდეს. მაგალითად არის თუ არა პრობლემა ის, რომ განიკითხავენ ქალის პირად ცხოვრებას. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ეს თემები უნდა დავხუროთ, ამ თემებზე მედიამ არ უნდა ვისაუბროთ და ეს პრობლემა მოგვარდება. ანუ თქვენ ამას გვირჩევთ? პირდაპირ ჩაერთეთ ამ პროცესში და დაიწყეთ სხვა ქალის პირადი ცხოვრების განხილვა, როგორ მოგვარდება? ანუ თქვენ ამბობთ, რომ მე ამ გადაცემაში დავიწყე განხილვა? თქვენ ეს ნახეთ ამ გადაცემაში? თქვენ მიეცით საშუალება ამ ქალს, რომ დაეფიქსირებინა თავისი სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები რეალურად განამტკიცებს მაგ სტერეოტიპს. ანუ ჩემი ოპონირება თქვენ არ გინახავთ გადაცემაში. ეს ქალი ამ თავისი სტიგმებით, თავისი მოსაზრებებით ხომ არსებობს. დედა ის საზოგადოება, რომელიც ცდილობს ზუსტად ისე, რომ რაღაცნაირად გაამართლონ. ეს საზოგადოება ხო? ჩვენ ვიცით იმის შესახებ, რომ ეს საზოგადოებას პირი ამოვუკეთოთ და არ ვასაუბროთ, ქალბატონო ბაია? იცით რა არის ქალბატონო ნანუკა? მერვე შემთხვევა რო ხდება, ზედიზედ ეს უკვე მე-9 შემთხვევა იყო და იმედია ეს ადამიანი გადარჩება. ძალიან დიდი იმედი მაქვს მეც. და არ გაიზრდება კიდევ სტატისტიკა. ფემიციდი არის სპეციფიური დანაშაული, რომელსაც ახასიათებს ესეთი ტალღური, ასე ვთქვათ, ხასიათი, არის წამბაძველობით და მიმბაძველობით გაკეთებული, რასაც ადამიანები ხედავენ ტელევიზორში, ძალიან ხშირად იმას იმეორებენ. იმდენად იგივენაირად იმეორებენ, რომ მეთოდებიც კი ამ ქალის მკვლელობების არის ხოლმე მსგავსი, მაგალითად, რაღაც ყელი გამოჭრა ან ასე შემდეგ. მსოფლიოში არის ასე. ამიტომ ამ თემაზე საუბარი ფემიციდზე საუბარი და ფემიციდის გაშუქება არ ხდება სტანდარტულად ისე როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემა. არსებობს საკმაოდ კაცრი რეგულაციები, როგორ უნდა გაშუქდეს, ისე რომ არ გამოვიწვიოთ მომდევნო რაღაცა პროვოცირება არ გავუკეთოთ დამნაშავეს, რომ კიდევ ერთი დანაშაული მოხდეს. ქალბატონო ბაია, ამ კონტექსტში მაინტერესებს კითხვაზე პასუხი. როდესაც ესეთ საჯარო პრობლემატურ თემებზე საუბრობს დედა საჯაროდ და ჟურნალისტი მას უწევს ოპონირებას და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზულ ოპონირებას და მე ვფიქრობ, რომ მე ამ გადაცემაში დღეს მოვახერხე, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის სწორი ფორმულირება? ანუ თქვენ ამბობთ, რომ თუ პრობლემაზე ვისაუბრებთ და საზოგადოებას ვეთქვით, რომ ეს არასწორია, ამ თემაზე საუბარი არასწორია. კონკრეტული ქალის პირადი პრობლემების განხილვა ტელევიზიით მაშინ, როდესაც ამ ქალს არც კი შეუძლია თვითონ პასუხი გასცეს ამ ყველაფერს და ზოგადად იმის სტანდარტი, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება, ქალის პირადი ცხოვრება იყოს გარჩეული ტელევიზიით, ნამდვილად არ აღწევს იმ მიზანს, რაც თქვენ წეგან დაასახელეთ, რომ შეწყდეს, რომ ამ გადაცემით და ასეთი თუ ჩვენ განვიხილავთ კონკრეტული ქალის პირადი ცხოვრებას, რომ ამით შეწყდება კონკრეტული ქალების პირადი ცხოვრება. არაფრით არ შეწყდება, ქალბატონო ბაია, არც თქვენი აქტიურობით არ შეწყდება, თუ საზოგადოება არ გაიზარდა და თუ კაცმა არ მიხვდა იმას და ძირითადად უმეტესობა თუ ამ თემაზე საუბარი არ დავიწყეთ. თქვენ თუ გეტყვით, რომ პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ და პრობლემაზე არ უნდა ვისაუბროთ, პრობლემა ასე არ მოგვარდება. მაგრამ თუ ადამიანებს ვეტყვით, რომ არასწორია თავისი ფორმა, ჩვენ ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემებზე. თუ მუდმივად მოხდა აი ამ სტერეოტიპების ტელევიზიით ტირაჟირება ვერანაირად ვერ შემცირდება ეს სტერეოტიპები. სტერეოტიპები ვერც ფილარმონიის წინ მოწყობილი პერფორმანსით ვერ შემცირდება, ქალბატონო ბაია. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ესე პირდაპირ და საჯაროდ, რომ ყველა ქალს აქვს უფლება კონდეს მისი პირადი ცხოვრება, რაც არ უნდა დაარქვან ამას ახლა რაიონში საყვარელს დაარქმევენ თუ სადღაც შეყვარებულს თუ ვიღაცას კიდე სიმპათია მამაკაც, ამას მშობა არ აქვს. ყველა ქალს აქვს უფლება კონდეს მისი პირადი ცხოვრება და ჩვენ ეს დიახაც ყოველ დღე უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებას. ყოველ დღე უნდა უთხრათ მამაკაცებს. ამ ქალების პირადი ცხოვრება ჩვენ თვითონ ვამბობთ, რომ არ განიხილოთ ქალის პირადი ცხოვრება და თან თქვენ განიხილავთ ამ ქალის პირად ცხოვრებას. ეხლა ეს ეს არის ქალბატონო ბაია, ეს არის კონკრეტული ისტორია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელიც როგორც ეხება ამ ქალბატონს, რომელიც სიკვდილს ებრძვის, ის ეხება იმ ქალს, რომელიც ამ სტუდიაში იჯდა. იმიტომ რომ ეს ქალი პირდაპირ მონაწილეა ამ ყველაფრის და თქვენ რომ კარგად უყურებთ. არაფერი არ ეხება, ეს ქალი არ არის დანაშაულის მონაწილე, ეს ქალი ცდილობს, რომ მკვლელი გაამართლოს და ესეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მკვლელის ნებისმიერ ფასად გამართლებას
არ შეიძლება დავუთმოთ ეთერი. მით უმეტეს, რასაც ვებრძვით ქალის პირადი ცხოვრების განხილვას, მოვახდინოთ ეთერში და განვიხილოთ. ქალბატონო ბაია, აი რომ ქალები დადიან, ქალბატონები, ძალიან ძლიერი ქალბატონები და განიხილავენ ქმრების პირად ცხოვრებას და ქმრებზე ყვებიან ისტორიას. რატომ მაშინ არ ახართ ესეთი აღშფოთებული? როდესაც მე არ ვიცი რაზე მელაპარაკებ. როდესაც ჩვენ ყოლია არაერთი ძალადობის მსხვერპლი ქალი. როდესაც ის ქალი ქმარის პირად ცხოვრებას განიხილავს თუ საკუთარ? ქმრისას. მე მგონი საკუთარ. არა, ქალბატონო ბაია, ქმრისას ქმარზე ყვება. ქმრის არის ის ქმრის სიცოცხლე და თქვენ აყოლებთ ამ ხალხს ამ პირად ცხოვრებას. ძალადობაზე ისედაც ხომ შეიძლება საუბარი. როგორ ძალადობაზე თუ ადამიანი არ მოვიდა და თავის ისტორია არ მოყვა ქალბატონო ბაია, როგორ პერფორმანსები ვაკეთოთ შუა ქუჩაში თუ როგორ უნდა ვისაუბროთ? გულწრფელად მაინტერესებს. მართლა მაინტერესებს თუ არ დაჯდა ადამიანი, თუ არ მოყვა რა პრობლემა აქვს, თუ არ მოყვა ამ პრობლემას როგორ ეს პრობლემა როგორ დაძლია. ეხლა ეს წინააღმდეგები თქვენ თავს თანმეუნებით ქმრის პირად ცხოვრებაში მაშინ რატო ლაპარაკობთ? მე საერთოდ არ მიმაჩნია სწორად ვინმეს პირად ცხოვრებაზე საუბარი თუ სოციალურ პრობლემებზე გვინდა რომ ვისაუბროთ, ისეთ შეიძლება რომ ვისაუბროთ. გასაგებია ქალბატონო ბაია. მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ კონკრეტულ ისტორიებს არ მოვყვებით, ქალებმა როგორ დაძლიეს ძალადობა, ქალები როგორ მოერიენ ამ პრობლემას, ქალებმა როგორ დააღწიეს თავი ამ ფაქტებს. მე ვფიქრობ რომ ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მე პატივს ვქცევ ეთერში ეს არ ყოფილა. დღეს ჩემს ეთერში იყო მკვლელის დედა. დიახ, დღეს ჩემს ეთერში იყო მკვლელის დედა, იმიტომ რომ მკვლელი არის ამ ისტორიის მონაწილე, მკვლელობ უკაცრავად უნდა შევასწორო უდანაშაულობის პრეზუმპცია მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედას. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის უკაცრავად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედას დავუთმე, თუმცა ამ გადაცემაში ძალიან მკაფიოდ ჩანდა ჩემი პოზიცია და ამ გადაცემაში სწორედ იმ თემაზე ვისაუბრეთ, რაც სოციალურ მედიაში იწერება ქალბატონო ბაია, რაზეც არაერთი მონოლოგი დამიწერია, არაერთი მიმართვა, რომ სოციალურ მედიაში ჯერ კიდევ განიხილავენ ქალებს და სწორედ ეს უნდა დაფიქსირებულიყო ამ ადამიანთან, ერთად რაც მე მოვახერხე, რომ ეს არ არის სწორი, რომ ყველა ქალს აქვს კონდეს უფლება თავისი პირადი ცხოვრება და არ შეიძლება მათ არათუ კლავდნენ ამის გამო, არამედ მასზე ელემენტალურ მორალურ ძალადობას ანხორციელებდნენ. ასია მედალიონს ორი მხარე აქვს ქალბატონო ბაია და ჩვენ ვაშუქებთ ორივეს. მე მესმის რომ თქვენი დისკომფორტი ზონაა, ლეგიტიმური შეიძლება, მაგრამ არსებობს ისტორია, რომელსაც მხარეები გააჩნია და მედია მხარეებს უთმობს ხშირად სტუდიას. და არსებობს ასევე გაშუქების სტანდარტები და ეთიკის სტანდარტები, რომელიც მე ვთქვი, რომ თქვენ დაარღვიეთ და მთავარის ასე ვთქვათ თვითრეგულაციის ორგანოშიც და ეთიკის კარტიაში აუცილებლად გიჩვენებთ. თუმცა უნდა დამიმტკიცოთ ქალბატონო ბაია, იმიტომ რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ფილარმონიის წინ თქვენი გაკეთებული პერფორმანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალბატონების მოყოლილი ისტორია, რომლებიც ამ სტუდიაში, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად მართლა იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. არ გასუხობთ სხვა რაღაცას. მე და თქვენ შეხედულებებში მე არ ვიცი საერთოდ რატო ახსენებთ ამ პერფორმანსს. არა, იმიტომ რომ მეუბნებით რომ გმირებზე არ უნდა ისაუბროთო და ალტერნატივას რას თავაზობთ თქო გეკითხებით ქალბატონო ბაია. გმირებზე არ უნდა ისაუბროთო, ამბავი არ უნდა მოაყოლოთო. ეთიკურად უნდა გაშუქდეს. რისთვის არსებობს აბა ეს ეთიკა და რისთვის არსებობს სტანდარტები იმისთვის რომ დავიცვათ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით მაგ ნაწილში, მე მოვისმენ რას გადაწყვიტავენ, ძალიან საინტერესო. ოღონდ, როდესაც შემდეგ ნაწილში სტატუს მომიძღვნით, მე გთხოვთ თქვენ რომ გადაცემამ სრულ კონტექსტში კონდეთ ნანახი, ეს ჩემი თხოვნა უბრალოდ. რომ ამოგლეჯილი კონტექსტი აღარ გქონდეთ ნანახი, როდესაც ამ ხალხს სტატუს მომიძღვნით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით პირდაპირ ეთერში, მე დაველოდები ამ სარჩელის თუ როგორც თქვია გადაწყვეტილებას. 20 წლის თათული უნდა გაგაცნოთ გოგო, რომელმაც მიუხედავად ასაკისა, პირადი ცხოვრების საკმაოდ დრამატული ისტორია აქვს. თათულის ერთი შვილი ყავს და მასთან ერთად მეუღლის შვილს აძრდის, მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის რომ ეხა რომ თათული არა თავისი შვილის, არამედ თავისი მეუღლის შვილის უფლებებისთვის იბრძვის და ამიტომ საჭიროა და მას უხდება ის რომ მის ამ ბავშვის დედობის უფლების ჩამორთმევაზეც კი ისაუბროს რომ რაღაცნაირად ცოტა მიდოდა რომ ფრთხილი კონტექსტი ყოფილიყო, მაგრამ ესია მე ვფიქრობ თათული რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ცოტა ემოციურად აღელებული გახდი. შორიდან მოგესალმები. მე მაპატია, იმიტომ რომ რაღაცა ვფიქრობ რომ ამ საზოგადოებამ დაიწყო გადაჭარბებული დამოკიდებულება რაღაცების მიმართ, რომ რაღაცნაირად აი გადაჭარბებულად არ იყო, რაღაცა არ არის და ნანუკად ეხავს მწერენ ეხა, რომ არ შეიძლება ამის ჩვენება. რომ მე ვფიქრობ, რომ როდესაც ისტორიას რამდენიმე მოქმედი გმირი ყავს, ეთერი უნდა დაეთმოს ყველას, აბსოლუტურად ყველას და არ შეიძლება რომ თუ ჩვენ პოზიცია არ მოგწონს, ამიტომ ისინი არ ვასაუბროთ. არ არის ეს სწორი.
და ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს თავისი, მათ შორის იმასაც აქვს ახლა მკვლელი, რაღაცა ყველაფერი ნორმა მე ვფიქრობ და სტანდარტი არის ყველგან დასაცველი. თუმცა მე მზად ვარ, თუ მეტყვიან რომ რაიმე დავარღვიე, მე არა მაქვს პრობლემა, შემიძლია საჯარო ბოდიშიც მოვიხადო, ეს არ არის ჩემთვის პრობლემა აბსოლუტურად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე ძალიან ღირსეული ოპონირება გაუწიე ჩემს რესპონდენტს დღეს გადაცემაში. მომიყევი შენი ამბავი, როგორ ხარ? რა ვიცი, ვზდი 2 შვილს, 20 წლის ასაკში. ძალიან პატარა ხარ. ხო, ვარ. აბატონი ბაია ფიქრობს, რომ ჩვენ ცხოვრებებზე არ უნდა ვისაუბროთ, თუმცა მე რაღაცნაირი შეკითხვები უნდა დაგისვა მაინც. მე ვამაყობ ჩემი ცხოვრებით, ყველასთან და ყოველთვის, ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით და ნუ არავის გასარჩევი არ არის, ასე ვთქვა. რა თქმა უნდა. იცი რა მცხარი, ზოგადად ასაკიდან გამომდინარე, არის თუ არა რთული რომ აი რაღაცა ორი შვილი ამ ხოლმე პასუხისმგებლობა რაღაცნაირად 20 წლის ხარ ანუ ხა მე რო ხვდები მარიამზე პატარა ხო ანუ რთული ის არის რომ აი საზოგადოების მხრიდან აი რომ დაგინახავენ რომ ერთი ბავშვი აკყავს მეორე ხელში ვაიმე საწყალი არ ეგ არ დამკვიდრებული ხო ანუ ეგ რო აი როგორ შვები შვილო და ვცეკვავ ვარჯიშობ შვილებსაც ვზდი და idеალური ცოლიც ვარ მე ასე ვფიქრობ. საყვარელი გოგო ხარ ნამდვილად რაც შემიძლია ვთქვა. ხო და მინდა უთხრა ხალხს რომ ის რომ ცოლიან კაცს თქვათ რაღაცა გოგო რო ყავდა და იმან შვილი გაუჩინა არ არის პრობლემა რომ შენ შვილიან კაცს გაყვე. არა, ეგ არ არის პრობლემა. მე უბრალოდ ყოველთვის თავი რაც გავიგე და რატომაც დამაინტერესა რომ შენ რატომაც მომინდა რომ შენ ჩემი რესპონდენტი ყოფილიყავი. შენს მეუღლეს ყავს შვილი, რომელიც გაზარდა შენ ფაქტიურად, ხო? რამდენი ხნიდან? და 3 თვის. და რამდენი ხანია რაც შენს? 2 წლინახევრის არის უკვე 2 წლის. ანუ 1 წელია, ხო, ანუ წელი გახდა უკვე. ხო. და შენ ახლა გაქვს მცდელობა, რომ მის დედას დედობის უფლება ჩამოართვა. კი. არ ფიქრობ, რომ უკიდურესი გზაა ეს და არ ფიქრობ, რომ არასწორია? ვიფიქრე მაგაზე ძალიან ჩავდექი მის მდგომარეობაში მას ყავს ერთი შვილი რომელიც ასე ვფიქრობ რომ უყვარს ძალიან და მგონი ესეც არის ანუ შენ ამბობ რომ სხვა შვილი ხო 3 წლის იქნება დაახლოებით და ბავშვი რო დატოვა 3 დღის აი რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ან მას ეს შვილი არ მტყოდა ხო მაგრამ ეს ხო ჩვენი ფიქრია რომ ჩვენ ვფიქრობთ ესე ამის ფიქრის საშუალებას რა გაძლევს რაც გავაკეთე დავეკონტაქტე რომ შენი შვილი კარგად არის ჩემთან იზრდება ყავს მამაც დედაც სეირნობს ჭამს ყველაფერი ავხსენ სიტუაცია რომ რადგან ეს შვილი შენ არ გინდა და არ ხო მაგრამ აი ეს ამ სტანდარტს ვინ აყალიბებს რომ არ უნდა ანუ რადგან არა ამას თვითონ აცხადე თვითონ მითხრა რომ მე მოგცემ ყველაფრის უფლებას რომ შენ შეიყვანო ბაღში ატარო ცეკვაზე ან ზედმეტი კითხვების გარეშე იმიტომ რომ მე არ შემიძლია ხელი მოვაწერო რაღაც ცნობას, იმიტომ რომ მე ოფიციალურად მესმის რომ შენ ამბობ რომ სამართლებრივად შენ გჭირდება ის რომ სრული უფლება გქონდეს, მაგრამ წარმოვიდგინე ბავშვს დედის გარეშე ტოვებ. აი ხო შეიძლება ნახე როგორ ასწავლობ. აი ხო შეიძლება გავიდე 3-4 წელი, 5 წელი. და რაღაცნაირი ისეთი ცვლილება მოხდეს იმ ქალში, რომ ქალბატონში გოგოში არ ვიცი, რომ ადგეს და ძალიან მოუნდეს უკან დაბრუნება. ძალიან მოუნდეს შულთან დაბრუნება და რაღაცნაირად აი ხო შეიძლება ყველაფერი ხდება ჩვენ რაღაცა 5 წლის მერე ვიღვიძებთ აბსოლუტურად სხვა ადამიანები წლები გადის და ჩვენ თავში რაღაცა reborn ხდება რაღაცა თავიდან დაბადება ახალი ადამიანი მაგრამ ანუ მაგაზეც ვისაუბრეთ რომ ანუ მე არ მომინდება მე მოგცემ ყველაფერს შენ და შენ როგორც გაზდი ალექსანდრეს ანუ მან გითხრა შენ რომ მოგცემ შვილს კი დავწერეთ საათში ვარი ანუ შენ ამბობ რომ მისი თანხმობით ართმევ მას დედო მაგრამ მას ხო შეუძლია რომ თვითონ გააკეთოს მაშინ ეს და არ დაერქვას რომ შენ ართმევ დედობის უფლებას რა ვიცი ანუ ელოდებოდა ჩვენგან ნაბიჯს მისმა ოჯახმა არ იცის რომ მას ეს შვილი ყავს და ამიტომ არ უნდა რომ ასე ვთქვათ ვინმე გაიგოს ან მხოლოდ დედამ იცის ან შეიძლება დედამ და მე ვფიქრობ რომ ჩემი შვილი ჩემთან იდეალურად
შენშვილში გულისხმობ ორივეს, მოდი ვთქვათ ადამიანებს, ორივეს, შენი მეუღლის შვილსაც და შენ შვილსაც. ანუ მე არც განვასხვავებ არასდროს არავისგან და იმით უმეტეს ჩემი შვილი, იმიტომ მოვიხსენიებ, რომ აი პირველად მან დამძახა დედა. პირველი ემოციური კავშირი მასთან ჰქონდა. გავიგე რა იყო ბავშვის სიცხე, ღამეების თენება, დიდი მუცელი მქონდა და აცრებზე დამყავდა, კალთაში მეჯინა და სიცხე რო მქონდა და ტიროდა და ანუ დიდი ემოციური კავშირი მაქვს მაგ ბავშვთან და ზოგადად არ ვაპირებ არასდროს ვინმეს დაუთმო. ანუ უხეშად რო ვთქვა, მაგრამ ვაცნობიერებ ერთ რამეს, რომ გაიზრდება, ვიცი რომ აუცილებლად დაინტერესებს, მოიკითხავს, არასდროს არ დაუშლი მე მაგას, რომ რაღაცა ან არ წახვიდე, არ ნახო პირიქით, ერთად წავალთ, ერთად ვკითხავთ, ერთად გავაკეთებთ. და ეტყვის სიმართლეს. აუცილებლად. არ დაუმალავ, რომ შენ მისი ბიოლოგიური დედა არ ხარ, მას ყავს თავის დედა. ველოდები ცოტა დიდი ბიჭი გახდეს, ცოტა რაღაც. ანუ ისე ძალიან აი მეგობრული კავშირი გვაქვს რა. სულ რაღაცა ერთად ვერთობით, ერთად ძვრებით მაგიდის ქვეშ, ერთად თამაშობთ სკეიტი, სკუტერი რაღაცა, ანუ ეზოშიც რა და ერთი ჭკუისები ვართ, ასე ვთქვათ და ასე რომ არანაირ პრობლემას არ შევქმნით ჩემი აზრით ის რომ ჩემი სახით მყავს მეგობარი, დედა, ვისაც აუცილებლად რჩევას მოკითხავს და მაინტერესებს 20 წლის გოგოს ენერგია საიდან მოდის, როდესაც ახერხებს საკუთარ ბავშვს მოუარო, ორივე საკუთარ ბავშვს მოუარო, არ მინდა რომ გავყო ეს ამბები, რაღაცა ამ პრობლემები მოაგვარო სამართლებრივი, სასწაული შვილი ყავს მართლა. რანაირად საიდან მოდის ეს ძალა? არ ვიცი, აი ალბათ ანუ ისევ ბავშვებიდან. იმიტომ რომ მე საშინელი დეპრესია მქონდა ორსულობის შემდეგ, ვერ ვდგებოდი საწოლიდან და დილით-სანი რომ მოვიდა და დედამ შია და დედა ადექი, ნუ უნდა ადგერო, ანუ მოუარო, აჭამო, გამოუცვალო, ეთამაშო, ისჩაურთო სიმღერები და ამას ყოფს ახერხებ. ყველაფერს. მაგრამ ის ხარჯზე ჯერ არ იცი. არ ვიცი. ალბათ სიყვარულის ხარჯზე, იმიტომ რომ ეგ დედამიწას ატრიალებს ეგრნობა და ერთ პატარა გოგოსაც მომერია რაღაცნაირად და რო ვიცი რომ ანუ საღამოს მამაც მოვა სახლში და ყველა ერთად ვითამაშებთ ხო რა და უცბად უნდა თქვა აი სულწოვანი რო გახდება მას უფლება ექნება რომ არჩევანი გააკეთოს თვითონ შენ ამისთვის მზად ხარ მორალ მზად ვარ კი რადგან იმისთვის მზად ხარ რომ მას სიმართლე უთხრას იგი ამისთვის მზად რაც არ უნდა მეწყინოს ან მეტკინოს მე ჩემი ვალი ჩემი ენერგია ჩემი ყველაფერი მიუძღვენი მას და ეს თუ ამას ვერ დაინახავს ან თუ დაინახავს ან ძალიან გამიხარდება რომ დაინახოს მაგრამ თუ ვერ დაინახა ეგეც არ მეწყინება იმიტომ რომ ვიცი რომ ის თავის სამყაროში და თავის ადამიანებთან ერთად კარგად იქნება და ძალიან კარგი გოგო ხარ 20 წლის ხარ და ალბათ მაგიტომაც გაქვს ამდენი ენერგია და ალბათ იმიტომ რომ გიყვარს იმიტომ რომ მეფიქრობ რომ ვისაც უყვარს აქვს ბევრი ენერგია მაგრამ მე გისურვებ რომ ეს იყოს უწყვეტი ეს იყოს ულევი იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე მივდივარ შემდეგ და რაღაცა ენერგიები გვეცლება და რაღაცა გექნება აქვე ეგეც შეტევები ისინი და ხო ფოტოები არ კითხე იმიტომ რომ ჩავთვალე ძალიან პირადი და ან მე ამაზე ღიად ვსაუბრობ და პირიქით მინდა უთხრა გოგოებს, ქალებს, აი ვისაც ბევრი შვილი ყავს, ვისაც ელაპარაკეთ ბავშვებს, მათთან ერთად გაერთეთ, იმეგობრეთ და სტრესით, ფოთვაც და ყველაფერი საერთოდ დაგავიწყდებათ ყოველთვის და რა ვიცი, გიყვარდეთ თქვენი შვილები და არ დატოვოთ. არავითარ შემთხვევაში, ხო? ეს ყველაზე მით უფრო და ჩვენ გვინდა დავკიდებათ საუბარი, რომ შვილად-აყვანის თემა ისეთი პრობლემაა ქვეყანაში. ხო, მაგრამ გავარკვიე ეგეც და საკუთარი ქმრისგან რომ აიყვანო შვილი, ეგ შედარებით არც ეგ არ არის მარტივი, მაგრამ შედარებით უკეთესი ვარიანტია. მაგრამ აყვანა ხო ისეთია, რომ ოფიციალურად რომ დედა. ხო, დედა უნდა გავხდე მე ოფიციალური და ჩავეწერო დაბადების მოწმობაში. და იქნები 20 წლის გოგო, ორი შვილის დედა. არიან და ცოცხლობენ. ხო, კი, რა თქმა უნდა არიან და ძალიან ამას უნდა ძალიან დიდი ძალა. მე დრო მითხრას პროდიუსერმა.
კიდე მგონი რაღაცის თქმა უნდათ ჩემთვის, ხომ არ არის დამატებითი ინფორმაცია რაც გინდათ? ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უნდა მოგახსენოთ, არც თუ ისე კარგი ინფორმაცია, რომ იტალია მეორე ადგილზე გადავიდა კორონას საფრთხის თვალსაზრისით არსებულ ქვეყნებში. მე კიდევ ერთხელ მაინც მინდა რომ გითხრათ პირადი ჰიგიენის საკითხი, ხელების ხშირად დაბანა კი რაღაცნაირად რუტინული გახდა და ამაზე ვიცინით, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანია ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება ხელებისთვის და დაბანის დროს. პირბადე არის მნიშვნელოვანი, როდესაც მიდიხართ ხალხმრავალ ადგილებში დახურულ სივრცეში და ოფისის განიავება არის აუცილებელი. და ყველაზე მთავარი გაიდლაინი, ყველაზე მთავარი სვით ძალიან ბევრი წყალი ხო მართლა რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მიიღეთ C და D ვიტამინები, იმიტომ რომ იმუნიტეტისთვის არის ძალიან კარგი და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ არ იმოგზაუროთ. მე მესმის რომ ძალიან ბევრი თქვენგანი ამ თანხებს აგროვებთ წლიდან წლამდე რომ იმოგზაუროთ და ახლა არ გემეტებათ ეს თანხა ესე თქვა გადასაგდებათ, მაგრამ დამიჯეროთ რომ ისეთ რისკს შეიცავს მოგზაურობა რომ მე მგონი ჯობია რომ ყველა სახლებში და ჩვენს ქვეყანაში დავრჩეთ. მე გისურვებთ ჯანმრთელობას, მე გისურვებთ მშვიდობას და აუცილებლად ბოლოს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. არსებობს მედალიონის ორი მხარე. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს მედალიონის ორი მხარე. ჩვენ ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით ამ მედალიონის ორ მხარეს და არ არსებობს დოგმა, რომელიც ჩვენ გვეტყვის, სტანდარტი, რომელიც ჩვენ გვეტყვის, რომ ერთი გააშუქე, მეორე არ გააშუქო. და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ განსაკუთრებით იმ პრობლემებზე და უნდა გავაშუქოთ განსაკუთრებით ის პრობლემები, რომელიც პირიქით რომელი თემებიც არის რაღაცნაირად საზოგადოების მხრიდან აქტუალური, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად ჩუმად სოციალურ ქსელებში საუბრობენ იმაზე. როდესაც ადამიანები არასწორად ფიქრობენ, ჩვენ მათ ეს უნდა უთხრათ და ამის საშუალება ჟურნალისტებს კონკრეტული ისტორიებით უნდა გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩემთან ერთად. მე ვისურვებ მშვიდობას ქვეყანაში და მსოფლიოში.